დაცვის სფეროში, თავის სპეციალურ ანგარიშში წერს სახელმწიფოს მთლიანად მიზანმიმართულ ჩარევას სასწრაფო მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულებაზე. დაიცვას ყველა მოქალაქის რელიგიისა და მტაცის თავისუფლება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი დისკუსიის თემა ძალადობა რელიგიური ნიშნით. გუშინდელი ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ეხებოდა სტუდენტებსა და იაპონიის მოწმეებს შორის შემოსვლას. ზოგადად მოგახსენებთ, რომ მართალია მნიშვნელოვანია, როცა პროცესი მიმდინარეობდა, დასაწყისისკენ მიდის, შემდგომ მოხდეს სხვა სოფლების განხილვა, ანუ გუშინ მოხდა ინციდენტი, თუმცა გადაჭრილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო და მისი შეფასება თავიდანვე მოგვეხდინა, მოგვეწვია ადამიანები, რომლებიც უშუალოდ თვითმფრინავები იყვნენ, უშუალოდ ხარებს წარმოადგენენ, ასევე მოგვიწვიათ უნივერსიტეტის რექტორატი, პრორექტორი, თუმცა მათი განცხადებით ისინი ქალაქში არ იყოფებიან და ვერ მოახერხეს დღევანდელ შეხვედრაზე დაიწყება. ასევე მოგვიწვიათ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და იმედია ნელა დაგვემატება მოწვეული სტუმრები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგზაურობისთვის. ზოგადად დისკუსიების ციკლი ხორციელდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის ნედის ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენ დღევანდელ დისკუსიას ეწევიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ გახდნენ თვითმფრინავები გუშინდელი ფაქტის და ასევე გვესწრება ადვოკატი, რომელიც ალბათ მოგახსენებს სამართლებრივ რა მდგომარეობა მეტავზე ზოგადად პროცესში. თუმცა პირველ რიგში მინდა გადაცეს სიტყვა სამი ფუტკარაძეს, რომელიც უშუალოდ შეესწრო გუშინდელ ინციდენტს და უბრალოდ მოგვიყვეს მისგან გავიგოთ იმ ფაქტზე, რაც მოხდა. ასევე შემდგომ გთხოვთ თითოეულ ქვეყანას მოვახდინოთ ფაქტის შეფასება და მივსჯელოთ ზოგადად რელიგიური უმცირესობების უფლებებზე საქართველოში. მადლობა. იქ ნეგაზეთში გავიცანი სტატიას, სადაც იყო განსაკუთრების აზრი და მე მაგალითად როგორც ვთქვი, ნაკლებად აღიქანხმები. იქ ლაპარაკი იყო, რომ კონსულტაცი არის ორგანიზებული ჯგუფი, რომელმაც გაუსწორდა. ალბათ ახლა ორი საათისთვის იყო დაახლოებით ეს ინციდენტი და მაგდროსად ეტაპზე პირველიდან მეორე წელი იწყება და სრულდება და გადიოდა და შემოგვიდა ნაკადი იყო სტუდენტები ძალიან დიდი და როცა უშუალოდ შეხრა შემოხდა დაიწყო და ყურადღება მიიქცია გარშემო რა ხდებოდა სტუდენტებს და ჩემი ყურადღებას მივედი გამოიწვია რომ იყო დიდი მასა სტუდენტები ძალიან ბევრი გამოვიდა და იყო ამის სტუდენტები კონკრეტულად ეჭვებოდნენ და სწორდებოდნენ მე აპრობლემებს ორგანიზებულად ხდა მეტად ქაოსურად იყო და იმდენად თავიდან უკვე რა მოხდა, იმიტომ რომ შეიძლება რამდენიმე ადამიანი არის ანუ ინციდენტი რა შეეხებოდა მესმის რომ რა იყო სწორი არ სწორი, მაგრამ დეტალურად რომ დეტალურად ინციდენტი დაიწყო ერთი კვირა უკვე უნივერსიტეტის შესაძლებლად არიან განსხვავებული არიან სტუდენტებისთვის ხოლმე რომ მივიდნენ ახლოს და ელაპარაკებიან ეს თემაზე და ეს უკვე რამდენიმე დღე არის მოხდება და უკვე ბოლო დღეს როცა მე ვიარად შევდარ ფაქტს იყო მივიდნენ სტუდენტები და ხოლმე არ ვიყავ და საერთოდ გაგვიდეს და ამან გამოიწვია და პირისპირება და შემოხდა და ჯგუფში აღარ გადავიდა მანჩა ცინიტია ბადონი რომელიც არის დაწესებულების ადვოკატი და მე ვთქვი მანჩა პრენეული შეფასება ამ პროცესის და ზოგადად რა მდგომარეობა ახლა Ülkeში მართლობა მოწესრიგების პირებისას მე სამი საზოგადოებას აბსოლუტურებს და შეიძლება უშუალოდ ფაქტს ეს ამში კამდელობით გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციას
ასევე საერთაშორისო შეთანხმებებს, სხვადასხვა ნორმატიულ აქტებს, ასევე გულისხმობ ევროპულ კონვენციას, რითაც განმტკიცებულია ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები და თავისუფლებები, რაც თავისთავად მოიცავს აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას. კონსტიტუცია ცალსახარი, რომ რწმენის თავისუფლება ეს ფუნდამენტალური თავისუფლება არის ადამიანის. უშინელი მომხდარი ფაქტი ვერანაირ განათლებას ვერ მოიპოვებს. თავისუფლად იქიდან ახლა შეიძლება თუ არა იეhovას მოსმენების და სხვა რელიგიური დენომინაციების მონაწილეობა მათ შორის გადაგება საქართველოს კონსტიტუციასა და ევროპულ კონვენციაში რა თქმა უნდა ჯდება. საქართველოს კონსტიტუციის 19 და 21 ბუკლები განამტკიცებს ამ ფუნდამენტალურ თავისუფლებას. თუმცა თუ არა მათ თავისუფლებას რაც იმდენ და რასაც აკეთებდნენ, რა თქმა უნდა ეს ამ ზემოდასახელებულ კანონმდებლობას მოიცავს, მათ ცალსახარი ჰქონდათ ეს უფლება. ეხლა რაც მოხდა გუშინ, ჰქონდათ თუ არა მათ ეს უფლება. მოპოვებული მტკიცებულებები, რასაც მე გავაცნობ საქმეში და სამართლის კოდექსის 155 ბუკლით არის გაკვალიფიცირებული, რაც მიმდინარეობს დღეს ნომერებით გამოძიება. ფიზიკური შეურაცხყოფა მოხდა, აი ამ რელიგიური დენომინაციის რამდენიმე წევრი. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთ შეხება აქვს და 155 ბუკლი პირდაპირ ითვალისწინებს სისხლის კოდექსისა რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონო ხელი შეშლა. ძალადობით ან ძალადობის მხარით, რამაც გამოიწვია მორწმუნე შეურაცხყოფა. ძალიან დიდი ცნება არის, მაგრამ ვიცი იმაში ვაქცია კანონმდებლობა თუ ის ასე თქვა თუ ის რომ ის რელიგიურ მოღვაწეობას ეწევა, არ აქვს მნიშვნელობა ვინმეა და რა ფორმით შეაწყვეტილებს ის ამას, ძალადობით, იწულებით, მუქარით, სიტყვებით, ფიზიკური შეურაცხყოფით, კანონისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. ასე რომ შეგიძლია ფაქტი კიდევ ერთი არის სიგნალი, რამდენად შეიძლება ჩვენი რელიგიის თავისუფლება იყოს საფრთხის ქვეშ. ქრისტიანობა მუშიკული აწარმოებია და კანონმდებლობა სისხლის კოდექსის გულისხმობს, კარგად განსაზღვრა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რელიგიის წარმომადგენელია, თუ ის ცნობები რელიგიური ინახება, ამ შემთხვევაში მოქმედებს ეს კანონი. სამწუხაროა რაც მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება მომავალში და ესეთი ხისიერი თუნდაც რეაქცია გამოძიების, ასევე თქვენი ყველასი შეგებილი ვართ, რომ ვთქვათ, რომ რამდენად შეებოდა იეhovას მოსმენების მოხდეობა კანონმდებლობაში და იმათი ვინც მიაყენა სიტყვები და ფიზიკური შეურაცხყოფა. მადლობთ, სამწუხაროდ ხედავ ადამიანებს, რომლებიც ამ ფაქტის შეფასებაში ვფიქრობ ჩართულიყვნენ. ბაზარობია დიდი მადლობა მოგდანებისთვის და თქვენი თანამდებობა კითხვით არა უკეთად გამოცხადებული როგორც შეაფასებოდა გუშინელი ინციდენტი და სტუდენტების ტოლერანტობის ხარისხი შეიძლება ვთქვათ, ზოგადად რელიგიურ საუბრებში რამდენად არიან სტუდენტები. მე პირველად გამაინტერესა მოხდარმა ინციდენტმა და ამიტომ მოვედია, მაგრამ მე რატომაც მითხოვ თუ გამეგო თუ რა მოხდა. ტელევიზიით გავიდა რაღაც სიუჟეტი, წამები იყო და მე ვიფიქრე, რომ აქ უფრო კარგად მომიყვებოდნენ რა მოხდა, მაგრამ ასეთ სრობა მოხდეს. ბატონია, ერთი წუთი დავაკონკრეტებ, ეს კიდევ ერთხელ ეს ფაქტი, რომ კარგად ვერ გავიგეთ რა მოხდა, მეტყველებს ალბათ იმაზე, რომ ძალიან სენსიტიური თემაა და საზოგადოება დღემდე ევიდება და აფიქსირება სხვადასხვა რაღაცი. ძალიან სტრესულები იყო და იმედია მოწვეულს გუნდებში იქნებიან ადამიანები. შეიძლება მოვიყვე სხვადასხვა ვერსიები, სხვადასხვა სიმართლე არსებობაში. თავი ფაქტი ერთია, რომ თქვათ იეhovას მოსმენები აფიქსირებენ თავის საქმიანობას და თუ ვერ იცით, რომ იმის საქმიანობაში შედის პროსტიტუტობა, ანუ თავისი რელიგიის
მათ შეუშალეს ხელი. რატომ მოხდა, ვინ იყო დამწვები, ვინ უფრო მეტი უკრა, ვინ ნაკლები. ამას ხალის გადამეტი უზრობა არ აქვს, თორემ მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი. და მე როგორც პოლიტიკოსი ამას უყურებ ერთიან ჯამში, თორემ ვიცით რომ იყო 17 მაისი, იყო რაღაც პრობლემები თქვათ იგივე მეჩეთთან იყო პრობლემები ალაფროთი იყო ასპარეზობთან შედგა. ეს არის ძალიან ცუდი რაც ხდება და მე იმასაც არ გამოვიწყავ რომ მე შესრულებების თეორიებითა შევსვა, მაგრამ ეს ძალიან ცუდი ფაქტია და სწორედ რომ არჩევნების წინ ხდება. არჩევნების წინ ვიცით შეშფოთებაში ჩამოსულია უამრავი დამკვირვებელი სხვადასხვა ორგანიზაციიდან და ბუნებრივია ეს ფაქტიც იქნება მოხდება მათ დასკვნებში, უშუალოდ არჩევნებს ეს არ ეხება ბუნებრივია, მაგრამ ფონი რომელიც იქნება ძალიან ცუდია. ამიტომ მე რაში მივიდეო თქვა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის პიროვნებები, რომელიც მომავალს მოახდინა პროვოცირება. და ახლა ის გეტყვი ცოტა ისე სხვა კუთხით, ერთად მივდიოდი მაგანი და მამა ვავიყავეთ გზაზე, მეგობრი სადაც ჭიათურასთან ახლოს და საოცარი რამ გითხრა, ჩვენთან ჭიათურაშიო, აგერ ნახეთ სასახლე არის ტვინის დემონსტრაციების სამოცულოს აქვს, სასახლე ქვია, სადაც იკრიბებიან. და ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ რეგიონშიო მიიღოს მოძრაობისა და ჩვენ სულ ეკამათებოდით რომ ემზოდით და ბოლო დროს სხვა ტაქტიკა ავირჩიეთ. ერთი ჩვეულებრივი უბრალოდ საერთოდ დავანებეთ თავი. საერთოდ დავახებით და მათი გავლენა შესუსტაო. ეს იყო ჩვეულებრივი ერთ-ერთი დღის ნაბიჯი ისიც ხამიდა. დევნილი რელიგია ყოველთვის ძლიერდება, დევნილი სექტა ყოველთვის ძლიერდება. ანუ თუ ის აი ასეთი ძალადობით ის შეძლებს რომ თავისი რელიგია დაიცვათ და სხვა რელიგია თქვა შეასრულოს ცდება უბრალოდ. ეს იწვევს მხოლოდ გამაგრებას ადეპტების სამართლიანი რელიგიის სამართლიანი სექტის ისეთი კარიერის შემოგვიყვება შეგულები და ეს არაფერს კარგს არ მოგვითხრობს მომავალში. ამიტომ ძალიან მოკლედ რო თქვა, ბევრი ხალხი ესწრებოდა, მოწმეები არსებობს და მეგობრები სამართალდამცავ ორგანოებმა უნდა გამოიძიონ ეს ფაქტი, იმიტომ რომ ერთხელ თუ არ გასცემ პასუხს ასეთ ძალადობას, ორჯერ თუ არ გასცემ სამჯერ, ეს აუცილებლად გაგრძელდება და ძალიან სულ შედეგამდე მივიღოს. მესმის ფაქტთან დაკავშირებით ბევრს ვერ ვისაუბრებთ ახლა დღეს უბრალოდ ძალიან ფორსვაინოში მოხდა თქვენი დღევანდელი შეხვედრის ორგანიზება. უბრალოდ თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს. ძალადობის მიზეზები, როგორც თქვათ, უფროსი თაობის, ასევე ახალგაზრდების მხრიდან, ნელ-ნელა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში გაძლიერდა ეს ფაქტები, თქვათ 17 მაისის ფაქტი ახსენეთ, სადაც რეალურად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, ასევე იყო აქ და რაში ხედავთ გამოსავალს, როდის უნდა თქვათ გავიზარდოთ ამ კუთხით. გაზრდაში არ გულისხმობ იმას, რომ თქვათ როგორც ამობენ, რომ აი გადავაგდოთ ეს მართლმადიდებლობა და გავხდეთ ათეისტები თუ გადავიდეთ სხვადასხვა სმენაზე, უბრალოდ საუბრობთ ძალადობის აღკვეთაზე და მიმღებლობაზე სხვა რელიგიების თუ თქვათ ჯგუფების მიმართ. გამოსავალს მე ვხედავ განათლებაში. მე ვხედავ როგორც დადებით დინამიკას, დადებით ტენდენციას, იმიტომ რომ ჩემი აზრით თქვენ ახალგაზრდები ხდებით უფრო ტოლერანტები და უფრო შეფარებლები. ამავე დროს არის კიდევ სხვა ასეთ მიმართულება, რაღაც გარშემო ბოლო დროს გამოხდომები ამ ნიადაგზე რედუქციაზე. მე მაინც უფრო ოპტიმისტურად ვარ გაწყობილი, იმიტომ რომ მე ვხედავ ამის ნიშნებს, საუბრობთ რასაც საუბრობ ახალგაზრდებთან, მათ დამოკიდებულებებთან. მეგონი მაინც ჩვენ მივდივართ უფრო მეტი ტოლერანტობისაკენ. თუმცა ამ გზაზე რა შეიძლება შეჩერება და ეს ყოველთვის არის პროცესი. ეს ორტეგა გასედაც ერთა თუ ოდნავ მაინც დაანებენ თავის უმას ცივილიზაციას, უცბად აღმოჩნდება იმაშიო, სიკრეტეშიო. ანუ ყოველთვის უნდა ზრუნავდე, ამიტომ განათლება, მეტი ფილმი ამ თემაზე, მეტი საუბარი, მეტი ლექცია, მეტი შეხვედრები, აი თუნდაც ლეონელი და ბოლოს ის ისტორიას მასწავლი და ცოტა სხვაზე მეტი ვიცი თქვა ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობაზე, მაგრამ დამიჯერეთ რომ ის ახალგაზრდები, რომელიც
ულტრამდენი ევროს მოწვევს, არც ერთმა არ იცოდა რას გადაგებს ეს რელიგია ან რატო დგანან ისინი ქუჩაში და ზოგჯერ ჩემთვისაც გამაღიზიანებლად იცევია, როდესაც ანუ თქვა იჭრებიან თქვა უშუალოდ ჩემს პრივატულ სივრცეში თქვა, როდესაც შემოდიან ბინაში სიტყვაზე, ქუჩაში რომ აჩერებენ, მაგრამ ხოთი შეიძლება ძალიან არავინ არ გახდეს იეროვას მოწმეთ, ხო? ხოთი შეიძლება თავი ასე თქვა დაიძვინო თქვა და უარი უთხრა არ ბოდიში მოუხადო და ასე შედგა. განათლება და კიდევ თუ განათლება ჩვენმა ძალიან გაუნათლებელი და ღარიბი საზოგადოება. ეს არის თავი მიზეზი, რომელიც იწვევს ასე პატეჩია. ღარიბი მეგობრობის მატერიალურადაც ღარიბი და ესეც იწვევს გაღიზიანებას სხვადასხვა. ყველაფერი მომიწევა ლაბორატორიუმი უნდა. ალბათ არჩევნების გზადებაში და ამ შემთხვევაში მეც იქავი დავდო ანუ შესაძლოა ბატონო საუბრობა მანჩა გაფათი სამართლიანობა კანონის დარღვევაზე ის მოწმები იქიდან ეთიკური დაავადებაში და შესაბამისად ნაკლებად სამართალდამცავი პროექტი აღავშა კანონს როდესაც ვიღაცა მიდის და სწავლობს რომ აღიზიანებს ამაგი და წადი ეგაც მიდებული ფორმა შესწავლაზო კაცმა თავისი შეხედულება როდესაც ადამიანის საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს ძალადო უკვე არ ახალ ნახალი რამე სიმართლის დამტკიცებაც არ უნდა გიყვაროს ხო ანუ ის ფორმა რაც გამოიხენა იმ ახალგაზრდა ჩემთვის ახალგაზრდა სუსტები არიან იმიტომ რომ როდესაც ინდიკაცია უცხო ეკოს სისტემის ნიშანია მიონი რომ შენ ცდილობ სხვა არგუმენტი აღარ აქვს ძალადობის ცდილობ რაღაცის დამტკიცებას ეს სისტემია და მესამე ის რომ გაუნათლებლები არიან მიუხედავად იმისა რომ უნივერსიტეტში სწავლობენ იმიტომ არის სამოქალაქო განათლება რაც გულისხმობს რომ უნდა იყოს ტოლერანტი უნდა იყოს გარკვეული შეხედულებები დემოკრატიული პროცესების მიმდინარე არის შეიძლება სულად ლიბერალი არის მაგრამ მე მაგალითად ჩემ მაგალითად ჩემთვის გაუგებარია თქვა იეჰოვის მოწმის რაღაც რელიგია ხო კი ბატონო მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ქუჩაში წის გავაზრდოთ მე მარტივად ვამთავრებ არ მაინტერესებდა ვამთავრებ ჩემს გზას ანუ არც იმ დონეზე მივიდივარ რომ ლიტერატურას ვარდნობა დემონსტრაციულად უნაში აღვავებ ამ შემთხვევაში მე უპირველეს ყოვლისა აღარ რელიგიაში ურაცხყოფას მივაყენებ, არამედ იმ ადამიანს მივაყენებ, შეურაცხყოფას ამ შემთხვევაში ჩემთვის ადამიანი ამოსავალი და პიროვნება და არა რელიგიის მიმდევარი არის, ხო? მაგრამ ჩემი პრობლემა რაში მდგომარეობს, იცით? ჩემ ყოველთვის მინდა ვიღაცა რაღაცა სიმართლე დავამტკიცო, მაგრამ სად არის სიმართლე? ეს არ მოგვეწონა რომ ეყოლას მოწმები ლიტერატურას არ. ხვალებე რომ ამიცი სხვა რელიგიის, ფაქტისტანი რელიგიის მონათულო რაღაც რელიგიური არა ვარ, მაგრამ თქვა დავმოვიდა, ანუ ურა, ხო? და დავიწყო ამ წიგნით სიარული, მაგალითად, კითხულობა ხო ურას, ეს ხო არის რომ მუსლიმანური რელიგია არ მოხდა, ურა მაინტერესებს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პრინციპს საკითხულობა და თავი, ახლა ქუჩაში გავიარო, ამიტომ ვიღაცა ჩამქოლო, ის გამო ამ წიგნით დაკომიტება, მაგრამ ეს არის იმის გაგრძელება, ატომში წიგნები გაწვევს, იმიტომ ვიღაცას მოიჩვენა რომ აი ამ ბურჯულაძის წიგნში ისეთი სცენებია დაგუწევ მაშინ ზოლია საკითხული არ არის საკითხი მაშინ ზოლია კლიანად უნდა დაწვა კამლევ ტომი და ბლომბერგს მიაყოლო იმიტომ იქ უფრო სხვა თემებზია საუბარი ზოლიაში როდესაც დაწვის სამკავშირებიდან გამო ანუ ეგ არის განათლების დაბალი დონე ეს განათლების დაბალი დონე მხოლოდ არ არის უნივერსიტეტი ბრალი იმიტომ მე ყოველთვის საფუძვლო ყოველთვის უნივერსიტეტის კრიტიკაზე ხარ ეგ არის სკოლის პრობლემაც ეს არის ოჯახის პრობლემა ეს არის მედიის პრობლემა მედიის პრობლემა რატო ჩემთვის და გიასთვის ყოველს საფუძვლო ერთ-ერთი არხი არის და გადაცემა რომელიც ჩვენ გვაკრიტიკებს მუდმივად მაგრამ ხშირად ისეთი თემებზია ლაპარაკი რომელიც გარკვეულწილად ზეგრანულებას ახდენს იმისაკენ რომ აი ესეთი მოქმედება ჩაიდინოს ახალგაზრდას იმიტომ როდესაც აი ესეთ მოქმედებას ვიღაცა დამარცხებას გაუკეთებს და ეს იქნება საჯარო გაცხადებული ბუნებრივია მე ახალგაზრდას რომელსაც არც გამოსწრება რომელიც დარწმუნებულია რომ ბიბლია წაკითხული არ იქნება ბოლომდე და გააზრებულიც არ იქნება ხო
მგონი თუმეტეს სხვა რელიგიის მიმდევრები წიგნები. ბუნებრივია ესეთ ძალადობაზე გადავა. მაგრამ ახლა რა არის საზოგადოების პრობლემა? საზოგადოების პრობლემა ის არის, რომ გუშის მერე ზოგიერთებმა შეერთეს და გამართლებას უძებნდნენ ამ მოქმედებებს. იმაზე კი არ საუბრობდნენ, რომ ეს ამახალგაზრდა თავი დაიკავეს. თავი დაიკავეს იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვიდა რომ სამართლის სახელმწიფოში ვცხოვრობ, ამას არ აქვს ხულიგნობის ნიშანი, ხო? ხოლო ხულიგნობაზე ჩემი როგორც იურისტის შეფასება. აქ უფრო სხვა თემებთან არ დაკავშირებული რელიგიურ ნიადაგზე მოხდა ამის და ხო გარკვეულ პრობლემას უქმნის ამ ახალგაზრდა. ამიტომ, როდესაც ვიღაცა საზოგადოების წარმომადგენელი, პედაგოგი იქნება, ლექტორი იქნება, არც მნიშვნელობა რა პროფესია. როდესაც გამართლებას უძებნებს, ხო, ამით ახდენს პროვოცირებას, რომ სხვა მისი შვილი იქნება თუ არ ვიცი ახლობილი იქნება, ამაზე რომ მოისმენს და იტყვის რა ეს შობელი მამართლებს, გამამართლებს ამ მოქმედებაში და რა პრობლემაა რომ მე ჩავიდიო, ხო? მე მართლა მეცნობეობა რა მარტო ის იოგავამოწმე ის ახალგაზრდები, იმიტომ არ ვიცი ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ, მე იმას მივამბობ, ვიღაცა მივიდა და უთხრა გავა. ზეგავლენი ამ შემთხვევაში საზოგადოებიდან მომდინარეობს და საზოგადოებას ინსტრუმენტი არის სხვადასხვა. თუ არა, მე არ ამჯერად ვიღაცა იმისაც არ გონია რომ ვიღაცა მივიდა და პირდაპირ წარმართებს დააკეთე ამ შემთხვევაში, ხო? შემდეგ ყველა თავის რა არის ის პრობლემა ისაა რომ ნიშნობა რა მისი უფლება დაიყო. ნიშნობა რა გაუგლება დაიყო. შენ იმის უფლება უნდა დაიცვა რომ ყველა შენი ხალხი დასწრებო. თორე ახლა ჩვენ თუ მივედით რომ ადამიანებს გავუსწორდეთ იმის გამო რომ ეს ციგნი რა ციგნი დაწერა და არ მოეწონა და ის გამო გამართოთ უნდა დავსვირი და კაცი გასახსნელი გახდა თავის დროზე. ნაციონალურ მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, ცნობილი პოეტი, რომელიც პერფორმანსებს დავა შვედეთში გაიწევს, თუ ვიღაცას არ მოეწონა მუსიკოსები, ნუ არ მოწონს, ნუ წაიკითხა ფანს. ბურჯულაძის ციგს ადამიანი წვავდა და არ უნდა წაკითხულოს. ბოღაძე კინაღამ ჩაკოლეს. ხო, ბოღაძე კინაღამ ჩაკოლეს, ანუ ჩვენ ვიდეო ჩვენთვის უკვე მნიშვნელობა არ იქნება ჩვენს ვინგად, სხვა რელიგიის წარმომადგენელია, სხვანაირი სექსუალური კაცის ადამიანია, უბრალოდ სხვანაირი მოსაზრებაც რო გამოთქვა, საბოლოო ჯამში აქტივია. სხვანაირი მოსაზრება რო გამოთქვა, შეიძლება ჩაკოლოს. ჯუბმა იმიტომ არ მოეწონა შენი მოსაზრება. ამიტომ მე მგონი ყველა უნდა დაფიქრდეს, მომწონს მე ეს რელიგიური მიმდევრობა. სექტა ჩემთვის თუ არ ვიცი რა არის, მივავალ იმ დონემდე რომ ვიღაცას ლოცვას აუგზავნოთ, რაც იყო ფაქტები. მუსლიმანური რელიგია არ არის სექტა, ხო? ამ ლოგიკით უბრძავავდე? უბრძავავდი, ხო? ხოლე სადაც მუსლიმანური სიჭარბე იქნება, რა უნდა მოტრიალდეს იქნება და ქრისტიანული რელიგიის მიმდევრს უნდა აუგზავნოთ ლოცვა. ანუ ეს ლოგიკა სიმრავლეზე თუ გადავედით და ძლიერებაზე, უკაცრავად მაშინ რაღაცას ვარო და გავაკეთე, ეს სახელმწიფო არა. ეს ფაშისტს გავასწრებ საბოლოო ჯამში. და ამის ხერხი გახდებით თქვენ ახალგაზრდები და მაგალითად იგივე ჩემი შვილი გახდება მცხვერი, იმიტომ მე როგორ უნდა ვიფიქრო რომ ვიღაცა რაღაც არ მოეწონოს 17 კლასის შემდეგ ხო დავსრულა ვიღაცა სხვანაირი ფერით მაქონდა წელი პროექტა და ვამის იმაში გადასასვლელში ჩაყოლეს ეს გამო, ხო? არ არის მე არ ვიცი. უნივერსიტეტის სტუდენტებმა იმაზე კი უნდა იფიქროს რომ რაც შეიძლება მეტი უნდა გავკითხო. ან სალონის მინდა გამოყვანო სიმართლე თქვა ევროპის წარმომადგენელთა ის სტუდენტების სიმართლე. უნივერსიტეტის სტუდენტები იმაზე უნდა დაფიქრდეთ რომ მარტო სწავლა არ არის საკმარისი, რაღაც ტურიზმის, ფიზიკის თუ მათემატიკის, არამედ გაჯანსაღებაზე უნდა იფიქროთ, ამ შემთხვევაში გაჯანსაღებაზე უნდა იფიქროთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან ეგ იყო რა, რომ უნივერსიტეტიდან ახალგაზრდებიდან წამოვიდა ეს უნივერსიტეტიდან წამოვიდა. ძალიან ეგაა პრობლემატური, სადაც მათ კურსი ალბათ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები სწავლობენ, ხო დავიჯერო ყველა 100% ერთი რელიგიისა. არ უნდა ეშინოდეს ადამიანს თავისი წმენის და რაღაც აღსანობობის დამავლისა რა. ეგაა უბედურება. ჩემთვის ესაა უბედურება და არა ის რომ ვიღაცა არის იოგურის მოწმეებს, როდესაც საუბარია თანამშრომელი ყავდა, მეზობელი ყავდა, ნათესავი ყავდა. რა უნდა ხო ნათესავი მივახტო, კედელზე მივაყენო. თუ არ მისი არჩევანი, ვერაფერს ვერ ისა. ჩემთვის გაუგებარი. შეიძლება, მაგრამ მე ვერაფერს ვერ ისა. აბუ, ეს არის. ახალგაზრდა უბრალოდ ერთ ფაქტზე გავახსენებ, რომელიც სადღაც ბოლო პერიოდში გამიკეთდა, რომ
ზოგადად რატომღაც საქართველოში ქრისტიანობა და რელიგიურობა ასოცირდება პატრიოტიზმთან. ამაში ალბათ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თუ სხვა პატრიოტები ადამიანები, რომლებიც ტელევიზიით გამოდიან და მოუძღვრავენ ადამიანებს და ახალგაზრდებს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ქართველობასთან ასოცირდება, იმასთან რომ თუ შენი ქვეყანა გიყვარს, უნდა იყოს თქვათ მართლმადიდებელი და უნდა დაიცვა ეს რელიგია. ალბათ ჩვენ გახსოვს ვიმჯერეთ სეკულარიზაციაზე და ზოგადად რამდენად უნდა თქვათ საჭიროა ქვეყანაში. თუმცა ეს მოსაზრების სახით დანარჩენს ხა თქვენ ნებისმიერ თქვენგან შეუძლია თქვათ დააფიქსიროს თქვენი პოზიცია. იმიტომ რომ რეალურად ისე მოხდა ამ დისკუსიის დაგეგმა, რომ დღის წესრიგის სრული ფორმირება ვერ მოახდინეთ. ალბათ შემდეგ მოვახდენთ დეტალურად ამ ფაქტის ანალიზს, როდესაც გვეცოდინება ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს პროცესი, როგორ თქვათ გამოძიების თუ ესე შემდეგ, მაგრამ ეხლა თქვენ გისმენთ. ყველაზე პოლი რელიგიური და პოლი ეთნიკური ქვეყანა კავკასიაში ვარ ჩვენ. 150 ნაციონალობა და ეთნოსია საქართველოში. და ყველა რელიგია არის წარმოქმნილი, ყველა ნომინაცია კი არა. ყველა კონფესია. ამიტომ ყველაზე ამფრით არა ვულნერებელ არის ასეთი ინდივიდუალური ყველაზე ზიანი აი ასეთ კმენტებში შეიძლება თორეს საქართველოს ვიქნოს შედეგები, რომ თუ საქართველოში სიტუაცია აირია, ეს მთლიანად კავკასიაში ირევა სიტუაცია. არ სოფლებს არ აქვს ასეთი პრობლემა აზერბაიჯანს, არჩევად კავკასიას, რომელიც საქართველოშია კვანძი კავკასიის, რომ ბევრი ვარ და სხვადასხვანაირებია. ამ გაცილებით უფრო ცნობიერები უნდა ვიყოთ, როგორც აკლამატაშია, და სენსიტიურები ამ პრობლემის მიმართ. არც ერთი დაბრუნებული თემა არ ვკითხავთ. და ბოლომდებით მანა ყველა საქმის თუ გამოძიება საჭირო გამოძიება თუ არადა საუბარი სმანერა მოიძებნება ის ვინც გაამართლებს მოიძებნება ის ვინც დაგავს ხო ასეთია საზოგადოება ჩვენ შავ-თეთრი საზოგადოება ჯერ კიდევ მაგრამ თუ სახელმწიფო არსებობს სახელმწიფო უნდა გაატაროს თავისი ნება უნდა განახორციელოს და ეს ნება არის ჩვენ გვინდა ვიცნოთ ყველა სამართლიან სახელმწიფოში ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოუწოდებ რომ შეგვიძლია როცა სეკულარიზმზე ლაპარაკობთ და ლამის ყველაზე დიდი კლერიკალად მე გამოვედი იქ ხო? ვიცი, ანუ მე მოწის ვამბობ დავით ლიბერალებიც უნდა გადაიცეს სექტად. ლიბერალებიც უნდა მოძებნოს საერთო ენა დანარჩენ საზოგადოებასთან. ასეთია თუ ისეთი ეს არის საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ანუ ნებისმიერი მესიჯი რომელიც ეს აქედან გავა, უნდა იყოს ძალიან ფრთხილი. შეიქმნა ლიბერალები დაიცვეს იეჰოვას მოწმე ასეთი მესიჯი შეიძლება გავიგოს ხო და უნივერსიტეტში მომიხვალ პროცესში იტყვიან იეჰოვას მოწმეა ხო ამიტომ ჩვენ ეს მესიჯები ლიბერალურ საზოგადოებაში უნდა გავიდეს ძალიან კაფიო და ძალიან ყურადღებით და ძალიან ფრთხილი ეს არის ნახები ჩვენ შეშებილები ვართ თუნდაც ინფორმაციის დასაცავად ეს ნიშნავს რომ ჩვენ შეშებილები ვართ სფეროს დასაცავად ინფორმაციის სფეროს დასაცავად ნიშნავს ნებისმიერი სხვა რელიგიური მიმდინარეობის და სხვა ადამიანების სფეროს დასაცავად სამხალხო საზოგადოებაზე გამახვილეთ ყურადღება და მეცნიერების ისტორიის ამაღლება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია თუ ეს კოდექსი ძალიან მშრალი და პარლამენტმა გადაადგინა ასლანა რომ ამის მეცნიერება ისტორიები რომ მაგალითად 155 ასეთავის და პარლამენტის გადაწყვეტილებით თქვენი ციფრულ რელიგიური ჩანელი დამუშავები დაანაზღება გარემოება თითოეულ მეცნიერება რა თქმა უნდა ისტორიები იმიტომ რომ თუ ამ შავ კანონს გარდა სამოქალაქო საზოგადოების
სწავლის დონით თუ არ განსხვავდება ამის მიხედვით რა თქმა უნდა მათ 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ეს არის ძალიან ცუდია ასე ვთქვათ. აქედან გამომდინარე რომ ვთქვათ რომ დღეს არ არიან უნივერსიტეტის ასე ვთქვათ ლექტორატი. იმიტომ რომ დასავლური მე შეხვედრა მქონდა მათთან იქიდან მოვიდა მითხრეს რომ წინა დღით მაგალითად გუშინ წინ მათთან მივიდა რამდენიმე ლექტორი და ხალხს აი ესე ხელისივით თხოვდა რომ აკვირდეთ რას უყურებთ ხალხს და ზუსტად ის ჯგუფი მოვიდა გუშინ. ლექტორებმა ფაქტიურად უთხრა ამ ჯგუფს რომ რაღაც უყურებთ არ ხვევით და ფაქტიურად მეორე დღეს აი ამ ჯგუფმა, აი ამ სტუდენტების ჯგუფმა განახორციელა გუშინდელი შეხვედრა, ან გუშინწინდელი მათი წაქიზება იყო აი ამ სტუდენტებისთვის იყო მწვანე შუქი გუშინდელი დანაშაული ჩაედინათ, რაც ნიშნავს 4 წლიან თავისუფლების აღკვეთა. ვერ ამოიცნეს ეს ლექტორები, არ იციან? მე თან რა თქმა უნდა იციან, ასე რომ ჩვენ განათლების მინისტრთან გვაქვს ასე ვთქვათ განცხადება უკვე გამზადებული და თვითონ გამოძიებასაც და ვინდა ცოტა მაღალ დონეზე დავახსენოთ რომ იქნებ რაიმე პროფილაქტიკური ღონისძიება რაიმე დაიგეგმოს განათლების სამინისტროსთან მისვლიდან იქნებ ეს დისკუსია მართლაც გაგრძელდეს რომ ეს არ არის გამოსავალი. მე სახელმწიფო არ ვიცი, მაგრამ თვითონ დაზიანებულები ამბობენ, რომ ჩვენ ვიცნობთ ამ ლექტორებს, ვინები იყვნენ ესენი. მაგრამ მათი არ არის გაშტერება იქნება უდანაშაულო. ხო, მაგრამ საუბარია უბრალოდ წინადვის ხო, არა, თუ ამაში ლექტორები იყო, ჩართული ლექტორებსაც შემდეგ შეხვედრებზე ეს იქნება რა. აქეზება ეს უბრალოდ სისხლის სამართლების დანაშაული. მე არა ვარ სისხლის სამართლის ექსპერტი, ეს არის აქეზები. ამ შემთხვევაში ფაქტობრივად მე სტუდენტებს გავამართებ რა. ის სტუდენტი არ არის ფუნქციის ბავშვი რა, რომ ვერ მიხდეს გასაკეთებს. მაგრამ ეს არის აქეზება და მარტო ის სტუდენტი არ უნდა დაისაჯოს. არამედ დაისაჯოს უფრო მკაცრად, თუმცა ის ვინც ამისკენ უწოდება თუ ამას ფაქტი ჰქონდა, იმიტომ ახლა მე მესმის დაზარალებული, ნუ არ ვიცი, ბევრი რამე შეიძლება მოყვეს, ამიტომ მე იმედია რომ გამოძიება ჩატარდება და ეს არ იქნება ისე რა საპროცესო გარიგები ყველაფერი კარგად დამთავრდა. შეიძლება ესეც დამთავრდეს, ერთმა ხალხი აპატიოს, მეორე ხალხი მოინანიოს, მაგრამ ჩემთვის შედეგი ის უნდა იყოს, რომ საზოგადოება გააკეთოს და დასწროს. მაგრამ თუ ლექტორები ამაში იყო ჩართული, არ ვიცი, ამას პირველად დასწროს და გააკეთოს ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. ჭირდება თუ არა ეგეთი პედაგოგები, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ რაღაც სხვა პროპაგანდა აწარმოებს ბავშვებში, ანუ სამოქალაქო კულტურის ელემენტ მიუწოდებენ არიქა ეს. ახლა 700 პროფესორია უნივერსიტეტია. არა, გია, მე უნივერსიტეტმა შემდგომ უნდა გააკეთოს დასკვნა. მე არ ვამბობ, ახლა უნდა ვიღაცა გაკითხოს და შეიძლება არ იყოს კაცი დამნაშავე და პირიქით იყო მისული იმის საქმე. მაგრამ აქ მეორე მომენტია ახლა არ ვიცი მე სტუდენტები დაკავებულები არის, რა იქიც მაინტერესებს. არა, ხო? აი, წარმოგიდგენთ, რეალურად 17 მაისს ერთი აქტივისტი რომ მომხდარი. რომ მოეკლა, ხო, ახლოს იყო ეს. ხო, ყველგან ეს გაწევა. და იქიდან იყო ბევრი უფლების დამცველები, ხო? უფლების დამცველები. ანუ სტუდენტებს უარი გეი ხო, იყო და ზოგი იყო მისული მეგობარმა, ხო, სამოთი დამეხმარე ლამის შეგინეთ აკომპლექტი გამარჯვებული იყო უბრალოდ სხვა კონვენციები. წარმოიდგინეთ, საქართველოს რატეში აღმოჩნდებოდა ერთი აქტივისტი ჯგუფის რომ მოეკლა. ჩაეკოლა და პროსტო. არა ძალიან ახლოს იყო. აი ეს ჯგუფია და რომელსაც მე ვარესტებოდი და თუ სამი ყოფილა შეიძლება იქიდან ვიღაცა რაღაც თქვა, აქედან ვიღაცა თქვა, ხო იცი ქართულში იწება ჯერ შეგიძლია და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ თავი რომ მიეცა თქვა თქვაზე და მომტარი იყო უბრალოდ ვინმე. ის სტუდენტი და გიმთი როგორ მოსწონს. ნუ წარმოიდგინეთ რა სიკვდილია და სოფლიოს დონეზე სიკვდილი იქნება და მithumetes დღეს. ამიტომ ზაფხულზე იმაზე დავდივარ და განისკისზე დავდივარ ყველანია. ამიტომ ამბობი, აი შენ ცხოვრობია. მე მაგალითად რექტორის ადგილზე მოვიწვევდი თუ რაღაცა აკადემიურ საბჭოს, სამონდური საბჭოს კოლექტივთან შევდებოდი და ნუ ამაზე ვისაუბრებდი, იმიტომ რომ სასაუბრო
ну არ მოვიდა რექტორი დღეს ბათუმშია სხვათაშორის უბრალოდ გააკმაყოფილდა არა შეიძლება რექტორი ამოვიდეს მაგრამ არ გამოსავალ რაღაც ზომის მიიღებს იმიტომ რომ დღეს დიდი თუ გააფრთხილეთ რექტორის ანიშნავს რომ უნდა გამოძიებას უნივერსიტეტის თავი მოჭრა სადაც თქვენ ასწავლეთ და რექტორების წარმომადგენლები რა თქვა მე ერთი შეერავებით ახლა კიდევ ერთი რაოდენობით საჭიროა კურსი რომელიც შემოვიღეთ ვისადის ოფისმა გამოშვეს შესანიშნავი წიგნი დემოკრატია და დემოკრატია სტუდენტ იცი ხო და ეს კურსი ჩვენ შევიდანეთ რექტორატში ვთქვით ეს კურსი და დაინერგოს უცბად ყველა დატარდა და მომავალი სემესტრი არა ერთი სემესტრის შემდეგ ეს კურსი დაინერგება უნივერსიტეტში და სწორედ ისწავლება მარტო სოციალურებზე და ჩვენ და უნივერსიტეტში დამლებოთ ძალიან კარგი მასალაა და ვაბის დიდი მადლობა. ძალიან კვალიფიცირებული ესეთ ხანდა ხო არ უნდა მოერიდოთ ასე ვთქვათ და მოერიდოს რელიგიურ კონფესიების წარმომადგენლები რელიგიურ ლიტერატურის მე მაქვს საუბარი ნებისმიერს უმრავლესობას მაინტერესებს ამ შემთხვევაში ნებისმიერ ლიტერატურის აბსერვატორს დაემას აი სასწავლებლების მართლაც უმაღლესი და მერვე სკოლების რექტორის მე ამ ჩემი აზრით პერიოდს მაინტერესებს რონი ნების მოსამართლე პერიოდში სტუდენტი ეთიკონოვა ყველას გვიჭირს ჩვენი საქმის საფუძვლად რომ ყველა შოკირებულები ვართ, ყველა იმ შთაბეჭდილებების ქვეშ, უარყოფითი შთაბეჭდილებების ქვეშ, რაც გუშინ შემდეგ გამოვა. რაც შეეხება იმას მოერიდნონ და თუ არა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, სხვა ლიტერატურის გავრცელებას მე ვფიქრობ არ უნდა მოერიდონ, იმიტომ რომ ეს არის პროზელიტიზმი, ამ სახელით არის ცნობილი ნებისმიერ სხვა რელიგიური წარმომადგენელს აქვს უფლება თუნდაც სახლში მივიდეს და გავრცელოს თავისი რელიგიის სწავლებელი მაინც ავტონომიის არ უნდა სახელმწიფო და რელიგია უნდა გამიგდოს ასე სასწავლებელი ანუ სხვა დაჭდეს ბატონო რელიგიის წარმომადგენლები და დაჭდეს განათლების სამეცნიერო წარმომადგენლები ის საზოგადოებასთან ერთად და იმჟელო რა ფორმით როგორ შევიდეს თქვა სწავლება და რაღაც მაგრამ ამ ფორმით მე ჩემი თუ რაღაც ანუ ეს გავაცევა ჩემი უნივერსიტეტი გარეთ მაგრამ ფაქტია რა გამართულება ეზოში შეყვანა ეზოს გარეთ იქნება და იმასაც ამიტომ მე როგორც ვიცი კანონი როგორია კანონია კანონი ამბობს რომ რელიგიურ დაწესებულებაში რელიგიური ქადაგება აკრძალულია როგორც სკოლებში ასევე უმაღლეს სასწავლებლებში მაგრამ აქ ცოტა ოდნავ განსხვავებულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე კანონზე ვიჟე ანუ ეს აბსოლუტურად სასწავლო დაწესებულებაში არ იყო, მე ფიზიკურადაც ვნახე, მაინტერესებდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ეს საკითხი იქნებოდა დღის წესრიგში. ეს აბსოლუტურად სხვა ქუჩაზეა, დაახლოებით 150 თქვენ უკეთესად არიცით, 150-200 მეტრის დაშორებით იყო მსგავსი, მაგრამ როგორც ასეთი მოусმინოთ საუბარი. როგორც სასწავლო პროცესზე და არა შემოქმედა ლეო პალოს სტუდენტი ჩემი უნივერსიტეტის. მე როგორც ვიცი, გავსაუბრე რამდენიმე სტუდენტს, ვინც იყო თვითმფრინავი და ძირითადად მათი აგრესია გამოიწყო ერთმა ფაქტმა. მანერი, რომელიც წარმოადგენს ჰქონდათ, რომელზე წერია ეგეთი ფრაზა, რაც მოსწავლის ბიბლიას სინამდვილეში. თუ ამას შევხედავთ, ამიხარებს უღრმავდებით ფაქტია და ყველაფერს გამიხილავთ დეტალებში. ამასაც დეტალებში გამიხილავთ, ერთგვარად შეიძლება ძალიან ბევრი მოცემულისთვის ეს იყო შეურაცხყოფილი მართლმადიდებელისთვის. რაც მოსწავლის ბიბლიას სინამდვილეში, ანუ ჩემი ბიბლია, რომელსაც მე ვაღიარებ და რომელსაც მე ვსწავლობ, ეს არის ტყუილი და რომელსაც შემასწავლე, ეგ არის სინამდვილე. ანუ მე ძირითადად რომ აი ამ ფრაზამ ზუსტად რომელიც იყო პანელზე გამოსახული, ზუსტად ამ ფრაზამ გამოიწვია სტუდენტებში აგრესია და ის უარყოფითი დამოკიდებულება და აქ იყო ბევრი ანუ ლეო ვერენერა ვერ დაგეკითხა, იმიტომ რომ მას გასწავლის ინტრიესი ამბილაში ანუ რას გასწავლის რელიგიას, ანუ შეიძლება განსხვავებულად იქნას ამ თემით, იმიტომ რომ ბიბლია შეიძლება ძალიან ბევრ საკითხს
თუმცა რეალურად არ აქვს გააზრებული და ამ კონტექსტში შეიძლება განხილოთ. ამის გარდა მართლმადიდებლობა არ არის ერთადერთი რელიგია, რომელიც ბიბლიას მიყვება, არის სხვადასხვა მიმართულებები, პროტესტანტიზმი, კალვინიზმი, ლუთერანიზმი და სხვადასხვა მიმართულებები. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ სტუდენტების განათლება ამ რაკურსით, რომ მათი გაზიანება გამოიწვია ამ ფარგლების გამოსახულება წარწერა ცოტა შემოსავლელი. მოგესალმებით, მე ვარ ნინო გალოგრე, სტუდენტი ბესეუს უნივერსიტეტის და პირველ რიგში ბატონ მანუჩართან, მიდოდა გამორჩელება ბატონ მანუჩარმა თქვა, ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა დავიცვათ იეჰოვის მოწმეები. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ჩვენ არ შევკრებულვართ და დავიცვათ კონკრეტული, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები, ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გამოვთქვათ ჩვენი აზრი და გარდა ამისა დავიცვათ უბრალოდ უფლებები ადამიანების. შემდეგ ბატონმა გიამი ისაუბრა, რომ ლიბერალიზმის აღქმა უნდა იყოს უფრო ვრცელი და მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ლიბერალიზმი უკვე ბრჭყალებში უნდა მოვაქციოთ მისი გაგებით, იმიტომ რომ ხალხს არეული აქვს ეს სტანდარტული ლიბერალიზმი ძალიან ასე ვთქვათ მოდაშია. და იქიდან გამომდინარე, რასაც მე ვხედავ, მთელს ქვეყანაში არის რელიგიური მონოპოლია, რაც არ არის სწორი და არ არის სწორად გაგებადი. ხოლო რაც შეეხება ბანერს, ასეც ელაპარაკა, მე თვითონ გუშინ ძალიან გაღიზიანებული ვიყავ, როდესაც უნივერსიტეტში მივედი, ესეთი ამბავი დამხვდა. არა იმიტომ, რომ ვთქვათ, ლიბერალიზმში ვცდილობ გავიდე და ლიბერალებს მივეკედლო, ასე ვთქვათ, პირიქით საკმაოდ კონსერვატული შეხედულებები მაქვს, მაგრამ ძალიან უსიამოვნო ფაქტი იყო, მით უმეტეს, რომ აქ ჩემი მეგობრები ფიგურირებდნენ და კერძოდ კონკრეტული ადამიანები და მე არავის არ ვიცავ. მაგრამ ეხა იქ ისეთი მომენტი არის, როდესაც იქ ბავშვებმა თქვეს, რომ ჩვენ გაგოხიზიანა ბანერმა, სადაც წერია და ასგვასწავლეთ ბიბლია სინამდვილეში, ეს ნიშნავს, რომ მათ იგრძნეს შეურაცხყოფა თავიანთი რელიგიის მიმართ. მაგრამ როდესაც ერთი კვირის წინ იგივე ადგილას ლიდერ ბეთი არიგებდა კარტებს და აკეთებდა ჩანაწერებს, ანუ ლიდერ ბეთის კაზინოს პატარა ბუდკა, ასე ვთქვათ, ტერმინად იდგა, სადაც არიგებდნენ კარტს, არეგისტრირებდნენ მომხმარებლებს, ისევ სტუდენტებს, რომლებიც შემდეგ 5 ლარი ერიცხებოდა და ასე შემდეგ. ნუ თუ კარტის თამაში და ეს ასე ვთქვათ ცოდვანი, რომლებიც ჩვენი რელიგიისთვის საკმაოდ მწარე არის, არ იყო მაშინ მათთვის გამაღიზიანებელი და შეურაცხყოფელი და რაღა მაინდა-მაინც იმ ორმა ადამიანმა გააღიზიანა, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში იდგნენ, არავის ხელს არ უხდნევდნენ მოდით და გვესწარეთ და რაღაცა. მე პირიქით სოლიდარობა გამიჩნდა ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში ფეხზე იდგნენ და თქვი კიდეც ბავშვებთან, რომ მოდით სკამი გაუტანოთ და ის რომ იქ ბავშვები მიდიოდნენ, ზოგი ჩვეულებრივად ელაპარაკებდა და ზოგი ქილიკით და წინადადება, რომელიც მე ძალიან ხშირად მოხდა ყურში, რომელსაც ეუბნებოდნენ, როდის მოძობს კრავი და გელი ერთად ბალახს, ეს საკმაოდ აგდებს ეს ადამიანს. აგდება არის ეს ადამიანი. თუ კი ჩვენ შეურაცხყოფას გვაყენებინათ ჩვენი რელიგიისთვის ერთი ბანერი არის შეურაცხყოფელი. წარმომიდგენია მათთვის რა შეურაცხყოფელი, როდესაც დასცინი მათ რწმენას. ხალხს გაგება არა აქვს რწმენა რას ნიშნავს. მათ მხოლოდ იციან, რომ რელიგია რაღაცას კრძალავს, ან რელიგია არაფერს არ კრძალავს ადამიანურს. რელიგია და გარდა ამისა, პროპაგანდა საკუთარი რწმენისა ეს არ არის მე მგონი აკრძალვით. ჩემი საუკეთესო მეგობარი არის მუსლიმანი. მე იმის უნდა მეშინოდეს, რომ მას მიუვარდებიან სახში ან მიუვარდებიან უნივერსიტეტის ეზოში, როდესაც დგას და ვთქვათ, ვიღაცას ელაპარაკება, რომ აი მე მეულუდი წავიკითხე გუშინ, მე უნდა მეშინოდეს იმის, რომ ვიღაც 2 ადამიანი, 20 ადამიანი გამოხდება და ჩემს მეგობარს ფეხქვეშ გაიგდებენ. ნამდვილად არ მინდა მე ამის შეხედვა, ამიტომ ვარ გაღიზიანებული, თორე ის რომ მე რაღაც ესეთი ფაქტი მოხდა და რაღაც ჭყალებში ვეცადო, რომ ჩემი აზროვნება და ჩემი რაღაცა ესეთი რაღაცა მე არ მახასიათებს. შემთხვევით ის ფაქტი იყო ამაზე რძენი და ვფიქრობ, რომ ყველასთვის უნდა ყოფილიყო სამწუხარო არის, რომ პირველი პირები არ გვესწრებიან, ვისგანაც გავიგებდით რეალურად რა მოხდა. გასაგებია, რომ სალომემ ყველაფერი დაინახა და ყველაფერი, მაგრამ იქ თუ რა მიზნით მივიდნენ, ჩვენ ამბობთ იმათმა იმიტომ გააკეთეს ეს, რომ ასე მე სტატია წავიკითხე და ვნახე, რომ იქ ეწერა, ამბობდნენ 30-მდე პირი, არ ვიცი რამდენი პირი იქნებოდა, მაგრამ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მოვიდნენ და გამიზნული ჰქონდათ, არ ჰქონდათ მნიშვნელობა, რას გააკეთებდნენ, გამიზნული ჰქონდათ ეჭხუბი, რასაც ქვია. და მესმის რომ შეიძლება იქ რაღაცა არიან ბევრი ისეთი უსაქმური სტუდენტები, რომლებსაც მართლა ჭხუბი რაღაცა დღის განმანათლებელი მომენტი გონიათ, მაგრამ რეალურად ეს ფაქტი არის სწორად განსახილველი და იქ მე დავინახე ერთი ადამიანის სახელი მხოლოდ. კი, ჩემი მეგობარია და თუ მან დააშავა, მე არ დავიცავ, მაგრამ იქ ერთი ადამიანის სახელი, იმიტომ რომ მისი სახელი გაჟღერდა, იმიტომ რომ ადამიანურად მივიდა და თქვა თავისი სახელი, რომ მე ვარ ესა და ეს ადამიანი და მინდა ამაზე დაველაპარაკო, კი, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანზე უნდა გადადგას ყველა ჯოხი აბსოლუტურად და არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს განტევებული. ანუ ვაცი არ ვიცი, ხელი უნდა შეაწმინდონ ამ ადამიანს. და ის რომ გუშინ ესეთი აჟიოტაჟი იყო და დღეს არავინ არ ჩანს თუნდაც აქ მართალია ფორს-მაჟორში მოხდა ყველაფერი, მაგრამ მაინც ესეც საკმაოდ
უსიამოვნო მომენტი არის სტუდენტებისთვის, აქ ხედავ მე სულ რაღაც 10-15 სტუდენტს, რომლებსაც არ ქონდათ შეხება ამ ფაქტთან, მაგრამ გადმოცემით იციან რაღაცეები და აუცილებლად უნდა მოხდეს ალბათ რაღაცა შეხვედრა, როდესაც პირველი პირებისგან გავიგებთ რა მოხდა დააჭი შემთხვევაში. უკვე უნივერსიტეტში უნდა მოახდინოთ, რა ვიცი, ორშაბათს, სამშაბათს, ამის რაღაცა შეკრება და თქვენ თუ არ ჭირდება მას მეტი, არ ჭირდება მას არასაბჭოო შეკრება ამას ლექტორი. ამას ჭირდება რაღაც საკუთარ თავში დაასრულა და რაღაცა შევა შეიძლება რა ხალხო მართლა მე მართლა აკავშირებს მითხარი და კაზინოს წარმომადგენელი უნივერსიტეტის ძი კი ბატონო უფრო ახლოს ვიდრე ფასო დარეგისტრირება 5 კლასს ახლა უკვე უნივერსიტეტის პრობლემა უნივერსიტეტში უნდა გაუჩნდეს ხო და თუ მაშინ არ გაუჩნდათ ეხლა რატო იყო ამ ხელა პროტესტი ეგ მაგიზია კაზინო იქარი კი იყო არა ეს სტუდია თან პირველი ფაქტი არ არის ეგ მაპატია რა და ეს სახელმწიფოს ბრალიცა, იცი? რაღაც სტანდარტები უნდა არსებობდეს. თავის დროზე ევროპა ფედს ჰქონდა შესაძლებლობა ვინც პირადობის მოწმობას აიღებდა და დარეგისტრირდებოდა ის. კანონით 16 წლის ბავშვებია, ეგოთა 16 წლის ბავშვები რეგისტრირდებოდა და არიქა მიდიოდა გაგანებული ეს ხომარი უცნაური ამ სიტყვისა, აი სკოლის მოსწავლეები აგებდნენ. შემდეგ რა თქმა ამბავი უბრალოდ გააუქმეს. ანუ ჩვენ ამიტომ ახლა 5 ლარს ჩაურიცხავი, სასარჩევო შევა, რამდენს ამატებს იქ და სწავლაზე ფიქრობ თუ ფული შოვდას. ჩემი დამოკიდებულება ეს, მე ვთვლი რომ ეს კაზინოები ცუდია, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც სტანდარტი უნდა არსებობდეს, ყველა სკოლასთან უნდა არსებობდეს ბუთა. კანონია გაძლიერება 18 წლის თუ არის მიყიდოისა თუნდაც. არა, კი გია, მაგრამ როდესაც რაღაც სტანდარტი უნდა არსებობდეს, ხო ხტები? იმიტომ რომ მე ჩემთვის მეუბნებია რომ სასწავლებლებთან შეიძლება იყოს 17 წლის ბავშვი. კანონით 18 წლის რეგისტრირდება ეს მესმის გია, მაგრამ სტანდარტი რომ ამ ტერიტორიაზე მაგალითად გია სტანდარტია სკოლასთან ახლოს 50 მეტროში არ უნდა იყიდებოდეს სიგარეტი, მაგრამ თელ ბათუმში იყიდება. გაიარა სკოლასთან სიგარეტს იყიდიან 50 რადიუსი სიგარეტი, ყოველთვის 5 გრომი სიგარეტი ერთ მაღაზიაში არ იყიდებოდა ხოლმე. მეორე სკოლასთან მე მგონი რომ ეს სიგარეტი არ იყიდებოდა. კანონით ძალა მაგრამ ვინმე აქცევს ყურადღება, ანუ სახელმწიფოშიცაა პრობლემა. მე იმის ვაკი არ მინდა მარტო გიამასალტინი როგორც ლექტორი დამნაშავეა უნივერსიტეტის რექტორი. არა, სახელმწიფოს ბრალიცაა ამაში. კანონი არ უგზავნოს იმას დაგას იგერ შესაძლოა ფუტკა და ამის იგი სიგარეტები გაკეთო, ხო? მაგრამ თუ სტანდარტი უნდა არსებობდეს რა. ჩვენ რისი უნივერსიტეტთან გაიმოს იგის მაღაზია არა. მოგესალმებით, აღინა დაიწყე ქართული მოსახლეობის კავშირი. მე ვიდახმები პატრონასლანს კანონის გარკვეულწილად უნდა კანონებდეს, არსებული მაინც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზოგადად რელიგიური მცირესობების მიმართ არსებული პრობლემები ცხადყოფს იმას, რომ კანონი გარკვეულწილად სახელმწიფო კანონს არ როგორც თქვენ არ იცავს კაცრად, რომელიც ვეუბნები რომ საფუძველს ქმნის მსგავსი ინციდენტების ახალისებისათვის. მაშინ როცა ციხისძირის მოვლენების დამნაშავეები, სამხედრო პოლიციელი, ესენი არიან უბრალო ადამიანები. ეს კიდევ არ ვიცით ამ მდგომარეობაში რა საშუალება აქვს. მაშინ როდესაც ნიგზიაში არ შეუშვეს ადამიანები სამლოცველო არ მიიღეს შესაბამისი სამართლებრივი პერნა იმ ადამიანების ჩვენ არ ვიძახით რომ ჩახორონ ადამიანები და მაინც ამავე ციხეში, მაგრამ გარკვეულწილად აუცილებელია სამართლებრივმა მდგომარეობამ საქართველოს განსაკუთრებით სახელმწიფომ ეს კანონი შეასრულოს. მე რა თქმა უნდა ჰუმანურად ვერ ვიქნები მომხრე იმ სტუდენტების ციხეში პროექტიან სამართლებრივ ჩასმისათვის, მაგრამ მე ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია ეს მომენტი, რადგან მსგავს ქმედებებისთვის ახალისებას პროექტიან მოუჭას გზა. საზოგადოება გარკვეულწილად საჭიროებს განათლებას და ამაზეც რა თქმა უნდა სახელმწიფო უნდა იზრუნოს გარკვეულწილად, მაშინ როდესაც მესამე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში თქვათ გამოსვლიანების მაგივრად ქართულკება წერია ტერმინით და წარმოადგენა სხვა რაღაცის კენედის რელიგიასთან მიმართებაში, მაშინ როდესაც ძალიან ბევრი რამ განათლებაში თვითონ
დასახვეწია და ზოგადად საჭიროებს ამ საკითხების მოგვარებას. ძალიან რთულია ზოგადად უნივერსიტეტშიც, თუნდაც სკოლებშიც ახალგაზრდები გაიზარდნონ ისე, რომ იყვნენ მაქსიმალური ტოლერანტები. ჩვენ ვიძახით, რომ ჩვენ კულტურაში არსებობს ტოლერანტობა, ჩვენ ვართ ტოლერანტები, მაგრამ რეალობაში სამწუხარო რომ ეს არა ვარ, ზოგადად საზოგადოების დიდი მასა ფიქრობს, რომ ეკუთვნის ერთ კონკრეტულ სიმრავლეს და ამ სიმრავლის გარდა არ აინტერესებს არაფერი. ეს გამოჟღავდა ძალიან ბევრ ფაქტთან მიმართებაში და მე საკუთარ თავზეც მიწვნია ძალიან ბევრი ნეგატიური დამოკიდებულება იქიდან გამომდინარე, რომ როცა მე ვსაუბრობ, რომ ვარ ქართველი მუსლიმი, ყოველთვის მე ჩემს ცდილობენ და ყოველთვის მუშაობენ მისათვის, რომ მოხდეს რაღაც მარგინალიზაცია, მე რაღაც არ ვეკუთვნი თუმცა თურმე ამ კონკრეტულ საზოგადოების ნაწილს და საზოგადოებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია და ვარ თურქეთის ვარ რაღაც ამ შემთხვევაში ინტერესების გამყარებელი და სამწუხაროა ისიც, რომ მსგავს შეხვედრებზე ძალიან კარგია, რომ ხდება ასეთ შეხვედრებზე, ამ შეხვედრებზე ესრება მხოლოდ ძალიან კარგად აღნიშნა ბატონმაგიამ და ამას ერთად იყო ერთი შეხვედრა, სადაც ეს თემაც დადგა და იყო რომ ძირითადად რიგნებებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამ ხრი პრობლემა არ გააჩნიათ. ანუ ამ ტოლერანტობის თვალსაზრისითაც კარგულები ვართ, უფრო მეტი დამოკიდებულება გვაქვს პოზიტიური, მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც ძირითადად ეს პრობლემა აქვთ, არ ხდება და ვერ ხდება მათი მობილიზება ზოგადად, რომ ისაუბრო და თქვათ კარგულ საკითხთან მიმართებაში კონდეს კონსულტაცია როიქან ფაქტი. მაგრამ მთელი ეს პრობლემა მე კიდევ ერთხელ მინდა ძალიან კარგად ხედავ, თუნდაც მუსლიმები ღილავარებიდან გამომდინარე. სახელმწიფო პირველ რიგში აუცილებლად უნდა დაიცვას კონსტიტუცია. სახელმწიფო მიცემს საშუალებას იმისას, რომ ანუ გახსნის იმ კარს, რომ მას რაღაცით გაათავისუფლებენ. ანუ მოქალაქეს თუ იქნება ის შეიძლება, რომ ის არ დაიშება იმის გამო, რომ კანონი დაარღვია, მსგავსი მოვლენები აუცილებლად გამრავლდება ჩვენს ქვეყანაში და უფრო შეიძლება როგორც ბატონმაგიამ ახსენა, შეიძლება სავალალო სიტუაცია და მართლაც თავი მოკრას სოფლიოში. ხო, მე მინდა დავამატო ბატონია. აქ პრობლემა იმაში დგას, რომ რელიგიის შესახებ კანონი ფაქტობრივად არ გაგვაჩნია. იმიტომ რომ ხშირად მუსლიმია, იცით რა, აი იეჰოვის მოწმეების საფრანგეთში აკრძალულია, იქ რაღაც აკრძალულია. ანუ ჩვენ თუ ამბობთ, რომ კანონი გვაქვს, ეს კანონი არსებობს, მეც არ მომწონს, რომ ესაც პრევალურად სახში იჭრებიან, იმიტომ მე ვთვლი, რომ ეს კანონი უნდა იყოს აკრძალული. როდესაც მოდის ადამიანი და რომელი არ მაინტერესებს, რომ აინტერესებს შემოსვლას. ეს უკვე არის იძულება და კანონი უნდა არსებობდეს, რელიგიის შესახებ კანონი უნდა რაღაცას ვარი უნდა გქონდეს. მე მგონი არც ერთი კონფესიის და რაღაც რელიგიის წარმომადგენელი არ გაქვს იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი რო არის ქრისტიანობის განსაკუთრებული მესმის, იმიტომ რომ მაგრამ მე სახელმწიფოსაც არ მესმის. მხოლოდ სისხლის სამართლებრივ კოდექსში რაღაცა ჩანაწერის გაკეთება, რომ ეს ამძიმებს, ეს სიტუაციას ვერ გამოასწორებს. იმიტომ რომ დაშინება ეგ არის ბოლო სტადია და დაჟა. პირველი სტადია არის განათლება. ამ შემთხვევაში თუ ჩვენ საუბრობთ, რომ სამოქალაქო განათლება უნდა იყოს, მაგრამ როდესაც მე ადამიანი მეუბნება, რომ სამოქალაქო განათლებას ასწავლის სკოლაში და ამის ამართლებს ამ საქციელს, რანაირი სამოქალაქო განათლების კულტურა უნდა იყოს შეიტანოს კლასში, ხო, სიტუაცია. ანუ ეგაა პრობლემა. რაც შეეხება ბაკალავრიას განცხადებას, რომ ახალი კურსი უნდა შევიდეს უნივერსიტეტში, ხო? ძალიან კარგია ბაკალავრია. მაგრამ იმას თუ ასწავლიან ადამიანები, რომელსაც კარგად დააზრებული აქვს თუ რას ასწავლებს. თუ ის ინგირებულების მაწარმოებელი არ არის ბაკალავრია, ის ვერაფერს ვერ ასწავლებს, იმიტომ რომ მისი ინტერპრეტაცია იქნება ისეთი, როგორც მას სურს. რაც შეეხება კანონმდებლობას, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში არსებული კანონმდებლობა უფრო ლიბერალურია ამ პროცესზე და ის, რომ საქართველოში არსებული კანონმდებლობა გვაძლევს საშუალებად უფრო მეტი ტოლერანტები ვიყოთ და ის, რომ საქართველოში კანონმდებლობით გათვალისწინებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში,
ამის მიმართ ზოგადად უმცირესობის მიერ არ არის გამოთქმული პრეტენზია, თუმცა ამის საფუძველზე არსებული მდგომარეობა, რომელიც კონკრეტული საკითხით არის გამყარებული და ის უფლებები, რომელიც მინიჭებულია ზოგადად საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, ეს რა თქმა უნდა დისკრიმინაცია არის სახელმწიფოს მიერ ზოგადად უმცირესობის გულისხმობ და სადაც საქართველოს შერავათებს ფინანსურ დაფინანსება სახელმწიფოს მიერ და ასე შემდეგ. საქართველოში არსებული კანონმდებლობა აბსოლუტურად რელიგიური წესების უფლებების დასაცავად მშვენიერია, თავად მისი პრაქტიკაში გამოყენება, შეიძლება კანონმდებლობა სრულად თავისუფლებას აძლევს რელიგიურ განათლებებს, მათ შორის რაც საუბარი არის ნოზელიტიზმის სექტა, ვერ დამეთანხმები ამაში, ბევრჯერ გაიზრდა საქართველოს კანონმდებლობა და საერთოდ მსგავსი ცნება არ არსებობს სექტასთან მიმართებაში, ეს რელიგიური განათლებები, ვერ ვფიქრობ, რომ ეს არის შეურაცხყოფელი, რაც შეეხება პროზელიტიზმს, იგივე ქადაგება არის, თუ ირმოსოფებს ეგ ქადაგა, აფრიდებს ეგ კათოლიკებს მესის სახით ვიღაც დააფრევს და ეს მათი გადასახადებია და ვინ როგორ გებულობს ბიბლიური ინტერპრეტაცია უმამრავი არსებობს და ის რომ კანონით უნდა აიგრძალოს ეხლა მათი მოღვაწეობა კარდაკა იგივე შეგვიძლია ვთქვა საბჭოთა სუბიექტების შესახებ რომლებიც დადგენა და კარდაკა ქადაგებენ ასე ვთქვათ რა თქმა უნდა პოლიტიკას და ისინი ვინც ასე ვთქვათ კარდაკა საკუთარ პროდუქციას ავრცელებენ და ასე და ის რომ მართლმადიდებლობამ აღნიშნა რომ მოდიან და ასე ვთქვათ გვაწუხებენ იჭრებიან შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო კოდექსი ისჯება იბრძოლება თუ ის არის განსაკუთრებით შეიძლება მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს იმიტომ რომ ეს არის კანონის დარღვევა და გარდა ის რომ ის მივიდეს ერთად ვიღაცამ შემოწმებიანი ნოსიტა თუ ფიზიკური ესაც ისჯება საქართველოს კანონები. სამი პროცესის ძალიან არის რელიგიური მონოპოლია მაგალითად უნივერსიტეტშიც ის რომ ტრანსფერტის თავმჯდომარეა ჰავარდ საუნდენოს უნივერსიტეტში და მართული ჯვარი ეს მართლაც რელიგიური მონოპოლია და ამ სპექტრი ეთანობა გარკვეულად მაგრამ მე რაღაცნაირად ჩვენი გამართვის დისკუსიის შედეგად ეს ჯვარი არ არის მართლა უნივერსიტეტის ეზოში არის სუბიტუ ასე ვთქვათ უნდა ჩემს ძალიან მამაჩვენია რაღაცნაირად დიალოგ ამ ადამიანს ასწავლის პასუხისმგებლობა და შესაძლებელი ამ არაშავი ჩაიგდეს ძალიან ამიტომაც გამოსვლების საშუალებას მივცეთ მაგრამ მეორე მხარეს არის მაგალითად დაუშვება არ შეიძლება რა არის ეს ფაქტი ასე გატარდეს როგორც ყოველთვის ტარდება ციგნების დაწვას შეურაცხყოფის მიზნებას რომელიც ერებდეისად ხო სტატიუს სიურბასი აქვს და ამ დეისად ხო მე დაგეთანხმები პარლამენტზე რა ეწერა იმიტომ რომ ერებდეისად მაშინ ჩამოხდა არა სპარამის პროგრამალიზირება იქ არის არ გიმტკიცებ მე გითხარი რომ ეს ხო ფაქტი და მე მოსწავლე სტუდენტების ის მე რა დაგეთანხმებიან არ არის გამარიზიანებელი იყო და მართლა დავეთანხმები გასაგებია ეს მიწა ბატონო ეს მაშინ ერებდეისად შეიძლება დავყიდე ის რაღაც საერთო რევოლუცია მე ვარ აფეთქე ქრისტიანები ხო ჩამოვიდეთ ეს ვიქტოროს კანონი კონსტიტუცია და განაცხადა შეიძლება მართლაც უნივერსიტეტში ალბათ სასასწრაფო ჩვენება არ გამოდის დისკუსია რომ ჩვენს უნივერსიტეტში ამდენი ვთქვათ მომავალი სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო იქნება და გამოვიდა ამ თემთან დაკავშირებით არა მარტო ამ თემთან დაკავშირებით არამედ რელიგიური თემთან დაკავშირებით სექსუალური თემთან დაკავშირებით და ასე შემდეგ უმრავი ფაქტთან დაკავშირებით დისკუსია ხდება უნდა გაიმართოს უნდა გახდეს პრეზიდენტი ინგლისი მერი და ასე შემდეგ ახალგაზრდა პროგრამაში ერთი წელი აწერია შემსწავლებლობასთან დაკავშირებით, ცეკვართან დაკავშირებით. დემოკრატია მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტებში ხშირად გვიწევს ერთ და იგივე პიროვნების მონაწილეობის მიღება. კარგი ზოგიერთი პროფესორი ზოგიერთი წარმატებული ლექტორის და მსგავსი ლექტორების დამსახურება რაც სტუდენტები ასე წარმოიქმნა და თანამშრომლობს საზოგადოებრივ საზოგადოებასთან. მაგრამ სპეციალური მოძრაობა ჩვენი მოძრაობა აკრიტიკება უარყოფს ყოველგვარ ძალადობას და სოლიდარობას და ნებისმიერი უმცირესობების პრობლემის შემოქმედის რელიგიურ
მისეს სექსუალური მისეს უნდა. 17 არა მარტო 17 მაისის, 1 მაისი დარბება სტუდენტების. მუშაკაობლებისთვის ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ რა ხდება ქალაქებში, ხო? ჩვენს ქალაქებში რამდენი მუშა ხდება. ეს ყოველი ეწოდის იმას, რომ ყოველდღიურად ირახება ამ სესიის სფეროები. თუნდაც ახლა ხშირად ხედავთ დისკუსიას უნივერსიტეტში, როგორ ეკამათებდნენ ამ კულტურულად, როგორ ეკამათებდნენ გასწავლის იეროვა საინგამოდის სიტყვა, უბრალოდ წარმოშობისა, ბერძნული წარმოშობისა, ქართული სომხური წარმოშობისა, ამასთან ერთად დისკუსია. რამდენად ეს გადაიზრდებოდა ჩუქში სამზადისო შეიძლება ბატონ მანჩა თქვენ წარმოთქმის რეგულარიზაციის მოხდა ვარმის ადამიანი რამდენად ცნობილი გამიგოს პარტნიორა მე თვითონ ადამიანი პარკუს ლელას და გიოს მიმართ რაღაც კამათია და იქნებ რაღაც შეეშოდა რამე თქვა არა გასაგებია მე თვითონ ვესწრებოდ բայց ადამიანი ახავს აღშენილი და რამდენი უნივერსიტეტი ამას უცედა მე უბრალოდ ამება შეიძლება ეს სულ და ამაზე გასაგებია საზოგადოებრივ სადაც განსაკუთრებით აღშენ მას სახელმწიფო სულ აღქმება უნივერსიტეტის იმიჯს და სახელს მე ფაქტის კონსტატაცია გავაკეთე რაც ფაქტია აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული აზარებუნები არ მეწოდნენ მე მართლობას ვიცავ და თქვენ საჭიროა თუ მაგ საქმე გამოძიებაში მიცემეს განაცხადი რომ აქ წარმოქმნის და ძალიან სულად აისახება უნივერსიტეტის იმიჯს აგერ მაქსვე დაწერილი განცხადება რისაც განათლების სამინისტროსაც მიმართავდა და არის გენერალური ინსპექცია არაფერი არ არის სპეციალისტ მიმართავდა თვითმმართველობის წარმომადგენელი ელა და ახალგაზრდა მიმართავდა ძალიან კარგი ხდება თუ ამ საკითხთან დაკავშირებით გამომართავს შეხვედრას პროფესორებსაც მივუძიოთ რექტორსაც მივუძიოთ მე ვფიქრობ რომ უნივერსიტეტი რექტორატი და აკადემია უნდა იყოს ჩამოყალიბებული დაკავშირებით და რაც ეროვნების თავისთავად ეროვნების საზოგადოება გაიჭიროს უნივერსიტეტს რა ვიცი დიდი მომესალმებით ძირითადად გიორგი ბოლბაძე ბანკის სახელმწიფოს სახელმწიფოს უნივერსიტეტის სტუდენტი პირველ კურსზე ძირითადად ამ ყველა ვიცით რომ ზოგადად საქართველოში თუ არა ბათუმში არის დამოკიდებულება იაფოს მოწმეებისთვის რომ არავის არ მოწონს როცა ისინი გამოდიან იასაკეთებენ თავისი სექტის თუ რელიგიის და არის ძალიან სულ დამოკიდებულება და ამიტომ როცა იგივე უნივერსიტეტში დასვლა ეს ბანები და წარმოდგენილი წიგნები არა უნდა იცოდეს რომ ზოგიერთი თქვათ არ არის განათლებული უნდა იცოდეს რომ გამოიწვევს ეს ძალიან სულ დამოკიდებულებას მაგრამ და შესაძლებელი იქნება რომ მოხდეს კონკრეტული სიტუაცია რაც მოხდა. ამიტომ თამბა არის თუ ჯაფის მოწმეებმა ასეთ თქვათ დაგმას პროვოკაციას გამოსვლებს თავიანთ პიარს ეს კულტურა ეს საშუალება არ არის ჩამოყალიბებული და საჭირო ამის იაფა განათლება და რა საზოგადოების ამაღლება საზოგადოების განათლება შეიძლება ვალინდა საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი ალბათობით უმრავლესობით გაიმარჯვებს ერთი კანდიდატი შეიძლება ან რაღაც დანარჩენმა კანდიდატებმა დაიხურა და წავიდნენ საერთო პოლიტიკიდან და აღარ იარსება ხო და ხონდა მოხდეს ამ როცა პრეტენზია გაქვს ხარ ევროპელი და 21 საუკუნეში ცხოვრობ უნდა კონდეს იმის პრეტენზიაც რომ როგორ ერთხელ რაღაცა რელიგიურ ვერ დაგეთანხმები ვერ იმიტომ რომ არა ჯერ კაი მოკლედ რომ ვერ დაგეთანხმები გიორგის ვერანაირად იმიტომ რომ როცა პრეტენზია გაქვს შენ თვითონ პირველ კურსელი ხარ მოქალაქე ხარ ბათუმელი ხარ 18 წლის ბიჭი ხარ და პრეტენზია გაქვს რომ ხარ რავი ევროპელი ხო და გაქვს პრეტენზია იმაზე რომ როცა გამოდიხარ და ხმამაღლა ამბობ რომ აი რექტორს არ შეუძლია და მოვიდეს და თვალზე მომკაჭოს იმიტომ რომ მე ჩემი უფლებებმა და უნივერსიტეტი იცავ ჩემს უფლებებს კონსტიტუცია აგრეთვე არის ამ ადამიანების უფლებები გათვალისწინებული და როცა ევროპელი ხარ 18 წლის ხარ სრულწლოვანი და არ შეუძლია რექტორს შენი დაჩაგვრა იმის გამო რომ ხარ ესე რომ ვთქვათ სტუდენტი და მაგარი ტიპი ისიც უნდა გქონდეს გულში რომ აი ეს ადამიანები რომელთაც აქვს თავიანთი შეხედულება წარმოდგენა და ტოლერანტ ერთთან გაქვს საქმე და ხარ შენს მიიჩნევ თავს ტოლერანტად შენ უნდა გქონდეს იმაზეც პრეტენზია რომ ეგეთი ადამიანების ჩავრა არ მოხდეს თუ
თუმცა ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ რაღაც მხრივ გვინდა ჩვენი სტუდენტებისაც აი ამ მართლმადიდებელი ადამიანების გამართლებაც, ესეც მესმის, მაგრამ ეგეთი მოწოდება, რომ მოდით ეს კულტურა რო ჩამოვიყალიბდება, მერე გამოვიდეთ და მერე აგიტაცია და პროპაგანდა მერე გაუწიოთ ჩვენს რაღაც შეხედულებებს, ხო? მე ამაში ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ მეც მოქალაქე ვარ, ადრე თუ გვიან შეიძლება მეც რაღაც ჩემი შეხედულება მქონდეს რელიგიაზე, ამას არ ვუარყოფ, იმიტომ რომ მეც ადამიანები ვითარდებით ყოველდღე რაღაც სასწაულებს ვახცევთ, ხო? და შეიძლება ხვალ დღეს და რავი ერთი წლის შემდეგ მეც სხვანაირი შეხედულება მქონდეს, მაგრამ მე ის შიში არ უნდა მქონდეს, რომ როცა გარეთ გამოვალ, ვინმე ჩემი აზრის გამო ჩამქოლავს, იმიტომ რომ მე შენ არ გეუბნები, რომ ეს ჩემი აზრი გინდა თუ არ გინდა მიიღე. მე გთავაზობ ჩემს აზრს და შენ თუ გინდა იყავ ჩემს გვერდით, თუ არ გინდა არ იყავ, ხო? მაგრამ მე იმას ამით ვერ გავამართლებ, რომ ჩვენ ეს კულტურა რო ჩამოვიყალიბდება, მოდი მე გავაკეთებ, მოდი დღეს ჩამოვაყალიბოთ ეს კულტურა, მოდი დღეს ვიმსჯელოთ და დღეს შევიკრიბოთ ყველანი ერთად. მაგრამ ვიცით რა, თუნდაც ის პროგრამა, რა ჩვენთან მოხალხეო დემოკრატიაზე იყო საუბარი, ხო? მე ეს კურსი გავიარე შარშან პირველ კურსზე რო ვიყავი და 70% ჩემი უნივერსიტეტის სტუდენტებისა სოციალებზე ვისწავლობდა, 70% ამბობდა, რომ აუ რატო უნდა ვისწავლო მოქალაქეობა და დემოკრატია. მე ხო ისედაც ვიცი, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობ და ისედაც ვიცი, რომ სხვა არ უნდა დავჩაგრო. და მე შემიძლია მოგიყვანოთ ზუსტად ეს 70% სტუდენტებისა, ვინც დღემდე ფიქრობს, რომ ესაგანი არ უნდა ისწავლოს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ესმის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობს. მაგრამ აი ზუსტად ეს ერთი პრობლემა, რომელიც დღეს დაისვა და რომელსაც დღეს ვსჯელობთ. რამდენი დაეთანხმება და რამდენი არა. შენ 70%. ხო, კი. და ზუსტად ამას ვამბობ, ჩვენ კარგადაც არ გვაქვს არც ერთი ტერმინი გააზრებული, არც დემოკრატიის, არც ამ წიგნის, არც სწავლის, არც საერთოდ არაფრის 1%-ის აზრზეც კი არ ვარ და ზუსტად ეს ინიციატივა, რომ სტუდენტებმა ამაზე უნდა ვიმსჯელოთ და თუ არ უნდა ვიმსჯელოთ, ზუსტად ეგ არის პრობლემა. არ ვსჯელოთ, გონია რომ ყველაფერი ვიცით, მაგრამ სიამოვნებაში საერთოდ არაფერი არ ვიცით და ეს შეკრებებს რაც ერთი და იგივე ადამიანები არიან, სულ მე ვხედავ ერთი და იგივე ადამიანებს, ეხლაც ამ მომენტში. და ზუსტად ესენი უნდა ვიყოთ ინიციატორები. ჩვენს არ ვართ რაღაც დონეზე კიდევ გათვითცნობიერებული არ ვართ, თორემ ჩვენ რო ეს მოგვაწვევა ყველამდე ძალიან მაგრად და ყელსოცა გასდება იქ ყველაფერი. ჩვენ ვიქნებით ინიციატორები არ ვართ საკმარის დონეზე, მე ვფიქრობ, არც მე არ ვარ, არც გოჩა, რომელსაც ყველა შეკრებაზე ვხედავ, არც ქეთი ფოტო. მე ზუსტად ამას ვფიქრობ, რომ არ ვართ იმ დონემდე მისული, რომ ზუსტად ამ ეს ყველაფერი რავი იმ დონემდე მივიყვანოთ, რომ მართლა მთელი საზოგადოება ჩაერთოს და ის სტუდენტობა, რომლებიც ერთი მხრივ ყველა ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის, მაგრამ სინამდვილეში დემოკრატიის ელემენტარულ დონეზეც კი განმარტება არც ერთმა არ ვიცით ჩვენი სტუდენტობის არა და ეგ არის ჩვენი ძალიან დიდი პრობლემა. ძალიან მოკლედ. კარგი, დიანას და მაშინ. უბრალოდ მინდა ვთქვათ, რომ როგორც დღეს რო ასენა, ეს დღეს კი ალბათ პარაგრაფს ეს უნდადეს განს დროის განმავლობაში უკვე აწებული იყოს ეს პროცესი დიდი ხანია, რომ ეს საზოგადოება ჩამოყალიბდა მივიდეს იმიტომ რომ ეს რელიგიური პიარი არის სუბი არის უბრალოდ ეროვნული ფარი ქრისტიანობა საქართველოს სიმბოლო ყველა საქართველოს რელიგია და ყველაზე თავისი წამსი. ყველა ფუნქციას მაგრამ დღეს საქართველოში არ არის ეს საზოგადოება რომ ეს მინიმუმ ბოლომდე გაიგოს და შეიძლება ამას ავშუქოთ. ხო, მაგრამ ამავით რა ნამდვილად გავდე და ამოდო ვიმიჯავდე ეს და მივიდეს ყველა ადამიანის მოგებავდე და ამიტომ რომ შეიძლება და ეს უნდა გაგეთეს ასე უნდა მოხდეს და უნდა იყოს რა თქმა უნდა. ეს დღეს არ უნდა იყოს უნდა გაცემული უნდა იყოს უკვე დიდი ხანი. ეს არ არის საქართველოს ეს ზუსტად მაგის თქმა მინდა. ანუ პოზიცია საერთოდ ის რო გეთქვა ეს რეზერვატივი შეიძლება რაღაცას მოიგონოს. ნაცნობრივი დაშონის რომ ასეთი შეიძლება კონდეს. მაგარი რაღაცა ნაცნობრივი მათმიდოდა გიორგის დამემართებაში და აბსოლუტურად ვეთანხმები თუ არ ვისაუბრეთ ამ პრობლემებზე საზოგადოება არ უთარიღება და რაც შეეხება გონჩამახსენა ნუ შეიძლება ფაქტი არ არსებობდეს ლექტორი ესე რომ თქვა დაკეთდება რა წაკეთებას მაგრამ გუშინ ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მომწერა ფეიქრებისაც უთხარ ეს შეხვედრა იმართება და მოდიდგო მან მომწერა რომ იცი ერთ-ერთი ლექტორი მოწოდებას აკეთებდა ლექციაზე რომ ეს ადამიანები პრობლემის ესე რომ იეჰოვის წარმომადგენლები პროპაგანდისტები მოეცილებინათ იმ ადგილიდან. აღმოიგინეთ ეხლა ლექტორი რომელიც ესე შედის სხვადასხვა კურსზე, სადაც უძის 60-ამდე ადამიანი, რამდენი
სტუდენტი შეიძლება ესე რომ ვთქვათ წამოედოს ამ მანიპულაციას და იგივე თქვენმა გააკეთოს კარი. ეს პირველი. რაც შეეხება პრობლემას, მეორე განათლებასთან დაკავშირებით ახსენება პათოლოგია, ვეთანხმები. სკოლაში მე როდესაც ვსწავლობდი, მასწავლდნენ მხოლოდ ერთ რელიგიას ისწავლებოდა ესეთი საგანი. იყო მხოლოდ მართლმადიდებლური ქრისტიანობა. სხვა მეტი არაფერი არ ისწავლებოდა. წარმოიდგინეთ, ახლა მე რო არ განვითარებული ხავი ამ საკუთარი ინიციატივით, რო არ მეყო შეხვედრებზე, რო არ მეყო რა არის ეს დემოკრატია, სეკულარიზმი და ამის შემდეგ, მე მექნებოდა ძალიან ჩვეულებრივი შეხედულება მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით და შესაბამისად მექნებოდა იგივე ნეგატიური დამოკიდებულება სხვა რელიგიასთან დაკავშირებით. ამიტომაც ვფიქრობ, სკოლებში ესე რომ ვთქვათ, სამთავროს განათლება უკვე შევიდა, როგორც ის, მაგრამ ეს უნდა ასწავლოს გააზრებულმა და განათლებულმა ადამიანებმა. პირველ რიგში მათ უნდა გაიაზრონ რა არის განსწავლია, იმიტომ რომ ხშირად ლექტორებისგან მე ძალიან ხშირად მესმის სამწუხაროდ რელიგიებთან მიმართებაში ძალიან ცუდი დამოკიდებულება, პარტიებთან მიმართებაში, ძალადობასთან მიმართებაში ეს უნდა აღიკვეთოს. და რაც შეეხება პათოლოგია, მე თხოვნა მექნება თქვენთან, რომ ეს საკითხი დააყენოთ აკადემიურ საბჭოზე და ერთგვარად ესე რომ ვთქვათ, ლექტორებს არ მანდათ თხოვნით ან მოთხოვნით მიმართოთ, რომ არ მოხდეს იგივე ესე რომ ვთქვათ, მანიპულაცია სტუდენტების. მამალი საკანაა. კონსტიტუციის შენახავად რეალურად რომ ადამიანები ეცება ანტიპიას რომელი ანტიპიას ის ფაქტი რაც ვთქვათ აღიც და არ ვიცი მე ეცემა თუ არა. არა, ანტიპიას გააჩნია ხა შეხვედრა. ყველა რელიგია ეცემა სხვა რელიგიის ანტიპიას, ზოგადად მე ვარ შეშფოთებას უკეს ანტიპიას. რა თქვა ვიწადი და დაარბიეთო ეს არის რელიგიური შრომის გამო. ანუ შენ რა დავაგინე და ნახე და გამოიბედა ის აკროპტო უნივერსიტეტში ეს არის ზოგადი პრობლემა. როგორც საზოგადოებაში ცხოვრობ, ხო, ანარეკლია უნივერსიტეტი, უბრალოდ აქ აფექტურად ხდება ყველაფერი, იმიტომ ახალგაზრდები ხარ, უფრო ემოციურები ხარ, ხო? ამიტომ პრობლემა არის ღრმა და კიდევ და კიდევ აი შერასწრი, რომ მე ვრო სხვადასხვა ასეთ პრინციპებზე არჩევდა იმ სკოლაში შეფასებების მასწავლებელი გასავლი და იმ საქმეს გადაშევდა. მაგრამ აი რაც გიორგიმ თქვა, ო და გამოიწვია გარკვეული დაპირისპირება, ნუ არ დაეტანეს მისას. დაფიქრი. მე რომ ყოფილიყავი ქალაქის მერი, შეიძლება თქვენამდე ერთი შეიძლება რომ შეგვიძლია შედეგებაში. მე რომ თბილისის ქალაქის მერი ყოფილიყავი, მე იმ ადგილას იმ კონდიციას არ ჩავატარებინებდი. შეიძლება ის და რატომ იცი? შევხარ სახელმწიფო ჩინოვნიკია პოლიტიკოსი და განსაზღვრო რას გამოიწვევს ესატრის მეთება. თუ ეს გამოიწვევს იმას, რომ შეგვიძლია საზოგადოება რატომ ისა ეს გამოიწვევს დაგეცილება, შეიძლება შენ წახვიდე უნივერსიტეტმა დემოკრატიის გარკვეული შესულდა ამ შემთხვევაში, მაგრამ შენ თავიდან აიცილო გაცილებით უარესი. თუ შენ აშენისგან დაიცვა ის ისწავლება. შეიძლება ეღონებდა წარმატება მოვიდნენ იციან რომ თქვა დასაოს გამო 50 მეტრამდე 50 მეტრს იქით არ შეიძლება მიახლოება სასწავლო დაწესებულთან. მე სპეციალურად დაწვევი 50 მეტრზე და მაინც გავაკეთებ იმას. ეს იცის გარკვეულ გაგეზიანებას. ამიტომ ხო როგორ უნდა მოვიქცე? დავუზავოთ? არა. გამოდი უნდა იყოს უფრო მოკლე, მაგრამ ყველას მინდა თხოვო რომ იყვნენ უფრო სენსიტიურები იგივე ეროვნულ მოწვევებს და ბოლოს აქ ზიასილაცოს ასპარსანსოს ჩვენ აქ მოვაწყოთ ერთი ფილმის განხილვა თორმეტი განესწრებული მამაკაცი ნაბის საჩუქრა სასამართლოზე თქვენი საკუთრ ეს თემატიკა და ვახდით რომ ნუ ზოგადად რომ კარგია სოქმკავე ცუდი რომ დაფიქრდი თქვა და მინდა მე შეგვიძლია დავსწრაფო რამოსა გავდრეთ იოლია იყო დამცველი ეყოლის მოწვევისა იმიტომ რომ დაგინე ეჩიტანილი არის რომელი ეროვნება დავასახელებ აისორი არის სისფერი და არის ეღოვას მოწმე რაიმე გადაარჩენს ერთად დაკითხებდა გადაჭრილი გამოტანილი წინასწარ იმიტომ არსებობს გაცლი სტერეოტიპები და ამიტომ ისე და ისე უნივერსიტეტი არის ანარეკლი საზოგადოების როდესაც 7 ნოემბერს მაშინ არის დაება უნივერსიტეტი. ხო, ვითომ ხო რა კავშირია გახლავდებას, მაგრამ კაციშვილმა არ აქვს პასუხი. მეოთხე საფუძვზე წერდა ლექტორებს და სტუდენტებს. მე დაკითხული ვარ პროკურატურაში ნახევარი წლის წინ. კაციშვილი არ აქვს პასუხს. всё, ის შეფასინდრომი, დაუჯერობის სინდრომი. ის სტუდენტებმა ახლა
თქვათ გადახედეს გაკეთდეს, ხო იმათო რომ გადახედეს იქა ეს გეები თქვა დაშილა. მოდი მეც გავს გავაკეთებ. დავჟილობის სიტყვები გაკეთეს საზოგადოებაში. მაგრამ შენ გარკვეულად გეთახმები, მე მაგალითად გარკვეულ პროვოცირებიდან დავისაცილდა არ წავიდოდი აი ასეთ ნაბიჯებზე ის გარკვეული პროვოცირება მაინც, იმიტომ რომ მე სხვადასხვა გული რაღაცას ვიცნობ. და მოხდა კიდევ ცოტა. მართალი ერთი გვერი შემდეგ. იქამდე პროცედურა ვიღაცა ეს მაგალითად ქენეხი იმართება სტალინის ქუჩაზე ნაციონალური შტაბ-ოფისის წინ. პოლიცია, არასაფრთხოები, პრესა, აივარზე ნაციონალები და გამოდილი მეხალხეს და ნუ რაღაც ზოგს მოეწოდება, ზოგს არ მოეწოდება. არის თუ არა ეს პროვოკაცია? აბიცი, რამდენად ის კანონში, რამდენად ამის შემდეგ რა ასაფრთხოებო დაილევა ბაზის ფრაზე. ყველაფერი საქმეა. ნუ დავიყოთ პირად და ვისაუბროთ ყველაფერს. და აჩერხება ჩემს რელიგიურს მე გამიბადე ადამიანად და მე მომნაძეს გადაგარდები მე არ გამიგეთები ეს გადაწყვეტილება მე არ გადაგიშოწები მომნაძები ჩემი სულიერება უყავსა საკუთრის და ჩემი ასრულებს უფრო მე სიახლოვეს ვფიქრობ რელიგიასთან და აი მე რო ვთქვათ აფომის არ გამიგონა პროპაგანდა არ მე ხარადას სინდიკატის სტატიები არ წამიგიხა მის შესაძლო მე ამის შესაძლო ვერაფერს ვერ გავიგებ და დავჭერდი ისეთი მარტოხებში ასე ვთქვათ იმ რელიგიური ძაფისა რომელშიც ვარ იგივე არის პროპაგანდაზეც მე პირიქით უფრო ვფიქრობ რომ უნდა იყოს ეს პროპაგანდა იმიტომ რომ შეიძლება ბევრი ადამიანი თავისთავად უფრო მეტად აღმოაჩინოს მსგავსი და ახლობდაც იეჰოვის მოწმეების ვიდრე მათ აქვს მოცემული სიტუაციაში რელიგია ხოლო რაც შეიძლება ზოგადად ასწავლებას მე სწორედ იმ სოციუმისგან დაბალი დონის წარმომადგენელი ვარ რომლებიც ეხლა ლაპარაკობენ ყველა იძახის რომ დაბალი დონი უნდა დააკვირდეთ თვითონაც იმ დაბალი დონის წევრები არიან და როგორც ერი ისევე რელიგია არის იმდენ საუკუნოვანი დღეს ჩვენ ეს პრობლემა არ უნდა გვაქვს არ უნდა იყოს პრობლემა იეჰოვის მოწმეების არ უნდა იყოს პრობლემა მუსლიმანების კათოლიკეების არც ცისფერების არც ვარდისფერების არც ფერადების არც არაფერი საერთოდ პრობლემა არ უნდა იყოს ეს მაგრამ არის პრობლემა და ის რომ ჩვენ ვიძახით ჩვენ ევროპულობაზე კონკრეტულად აქცენტი ევროპულობა არ გვაძლევს ჩვენ ლიბერალებს არ გვაძლევს ჩვენ გონებრივ დაფიქრებას და იმ დემოკრატიას რომელიც ჩვენ ვჭირდება ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ რაღაცა ის ნაბიჯების კიბე რომელიც უნდა ჩვენ კარი უნდა გამოვაყოთ ამით იმ კიბეზე ჩვენ უნდა მოვახერხოთ ეს და არა ვინმეს ხელით წაკუთა ვინმეს კიბოთი აქედან გამომდინარე უნდა დავფიქრდეთ იმაზე რომ ყოველი ჩვენგანი დაბალი დონის ნაწილია და იმ დაბალი დონის სოციუმის წარმომადგენელია რომელიც დღესდღეობით პატრონობს ანუ ჩვენს არ არსებობს ცალკე ინდივიდი და ცალკე სოციუმი და ცალკე ადამიანი და ცალკე ხუთი ადამიანი ის რომ ერთი ადამიანი და ორი ადამიანი და 20 ადამიანი ერთ აზრზე შედგება ესეც სოციუმია უკვე ჩვენს თავში უნდა გამომიმუშავოთ რაღაც აზროვნება ჩვენ უნდა დავფიქრდეთ რომ ჩვენ დღეს ამ ლაპარაკით რაღაცა შეიძლება შედარებით პირველ ნაბიჯი გადავდეთ იმ საფუძველზე რომელიც შემდეგ კიდევ ბევრ კარს და გზას გახსნის მაგრამ ის რომ დღეს აქ მხოლოდ 10 ადამიანია და ის 4000 თუ 5000 სტუდენტი რომლებიც დარწმუნებული ვარ თითქმე მაინც ილაპარაკებენ ჭალებში იქაქარებენ ამ მომენაზე აქ არ გამოცხადდნენ არავის ინტერესი არ ქონდა ესეც იმ დონის კიდევ ერთი ლოდია რომელიც უფრო და უფრო ქვემოთ იწევს ამის ხორბლად და ხოლმე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომია და რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებაში ძალიან ბევრი განმარტებებია ამ საკითხში. პირდაპირ ერთ გადაწყვეტილებაში ესეთი ეხოს მოწმეების საქმეს ეხებოდა თავდასხმას 19 წლის როდესაც მათი აკადემიის და ფიზიკური შეურაცხყოფა 2007 წლის 3 მაისს საქართველოს წინააღმდეგ იყო ასე ვთქვათ გამოტანილი გადაწყვეტილება იქ ეწერა რომ რელიგიის თავისუფლება ეს არის დემოკრატიის საკუთრება. ერთი რაღაცია განვითარება ან პირდაპირ იყო პრეტენზია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები ამ შემთხვევაში მთავრობა იჩენს სრულ უმოქმედობას მსგავსი სიტუაციების დროს. არ შეიძლება მთავრობას ჰქონდეს ირაკლიანის პოზიცია. თუნდაც ის რომ მაგია მახსენა
დაუსჯელობის სინდრომი ამისკენ იყო საუბარი. რომ ერთის უფლებები დაიცვა, მეორეს არა, ერთხელ იყოს რეაქცია, მეორე არა. მე ხა კონკრეტულად ამ სიტუაციაზე არ და მართლაც არ არის რომ რაღაცა სასწავლო ვიდეოზე ამ სტუდენტს დაემართოს, მაგრამ წუხა ამ ფაქტის გამო, მაგრამ დაუსჯელობის სინდრომი ხანდაზე უფრო დიდ პრობლემებს გამოაჩენს. ამიტომ ამ შემთხვევაში ერთის მიმართ რაღაცა გულშემატკივრობა და მეორის დაჭერა სინამდვილეში არ მოხდა შეფასება. ორივე უფლებებზე ვისაუბროთ. ორივე უფლებები და ამის შარჟები შეიძლება მოაქციოს ყველაფერი. შერჩევით სამართალზე ბევრსაუბრობ და არ უნდა იყოს ეს როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე სხვა რელიგიური სხვა კონდიციების. შეიძლება თქვენ რომ გითხოთ თუ რა თქმა უნდა შემოეწოება დარჩათ. თქვენ ხართ იეჰოვის მოწმეების ადვოკატი. თუ შეურაცხყოფა დარჩათ, შეიძლება გითხოთ რომ თქვენ იგივე რელიგიის წარმომადგენელი ხართ თუ მართლმადიდებლური რელიგიის? მე ქრისტიანი ამ შემთხვევაში. მე ესეა ადეკვატურად მისაწვდომი. მე ვფიქრობ, ჩვენ დისკუსიის შემდგომ გაგრძელებაზე ამ თემას ალბათ ეს ვერ ამოწურებთ. რომ ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან შემდგომ დისკუსიაზე რომ ამიქცეთ ლიბერალურ სექტარს სადემაკიან თქვა. იქნებ წამოყვანა ის ადამიანები მეგობრები, იმიტომ რომ ყველას ყავს ირგვლივ ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ვფიქრობენ, ვიდრე ვთქვათ ნინო შეერგოჩა. ჯერ მეგობრები ხარ დაგვეწყოთ, რომ თავი არ ვერიდებინან, ვთქვათ რაღაცა შეხლას შემოხლას, რომ ჩვენ ვისაუბროთ ერთ პატარა წრეში ამ პრობლემებზე და იქნებ ერთმანეთს არ ვუთქითოთ რაღაცებს, მოდი აზრები გავცვალოთ და ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, აზრის გაზიარება, იმიტომ რომ კიდე გავაკეთებ თქვა მსგავს დისკუსიას, მაგრამ ეჭვმაქვს რომ იგივე ადამიანები მოვლენ, მიუხედავად იმისა, შეიძლება 100-მდე ადამიანს დავუყოთ, მაგრამ ყველა ერიდება. დისკუსიები უნდა ტარდებოდეს უნივერსიტეტში. მაგრამ საშიში. ეს იგივე ორჯერ შემოგვიყვება. რა თქმა უნდა, გამოვაცხადოთ მართლმადიდებლობის უფლებების დაცვის შესახებ დისკუსია და მერე დავიწყოთ ამ თემას. სხვათა შორის ძალიან ინფორმაციის ზოგადად მიწოდება ინფორმაციის. მე მაგალითად გავიგე სხვებისგან, ანუ ჩემთან არ მოსულა არანაირი არც საიდან უნდა გაიგოს ადამიანმა მოვიგეს. ეს ერთგვარი არის პრობლემა რა. ანუ შეიძლება ჩვენ ამ შემთხვევაში ვეცადეთ მხოლოდ ამ მოკრა ფაქტის შეფასება და სტუდენტი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები რომ დაგაპატიჟებიან ცოტა კონფესიების სვარზეც მე არ მოსულა როგორც რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი. გავიგე ამ თემაზე არის საუბარი და როგორც გულშემატკივარი მოვედი ზოგადად ამ საკითხებთან. მაგრამ ზოგადად ინფორმაციის თვალსაზრისით ძალიან სხვა დისკუსიების გამართვის დროსაც გულისხმობ რომ ძალიან კარგი დისკუსიები იმართება, მაგრამ ინფორმაციულობა რომელიც მეწვდება სხვა საზოგადოებასაც თქვენ ვცდილობთ Facebook-ის საშუალებით გააჩეროთ რაღაც საშუალებით, მაგრამ ალბათ რაღაც სხვა მეთოდებიც არის საჭირო, რომელთაც უფრო ჩვენ ვიყენებთ ვებგვერდ პრეს კაფეჯი, სადაც იდება როგორც ჩანაწერი, ასევე ჩანაწერი Facebook-ის სხვადასხვა გვერდებზე ხდება მის დახსირება და ასევე ალბათ პირადი კონტაქტები და ნაცნობების დახმარებით და თუ თქვენ შევხვდებით სხვა რაიმე დამატებით საშუალებებს აუცილებლად გავუწევთ. დავით, მეგონი ჩვენი დისკუსიის ოფიციალური ნაწილი შეგვიძლია ვთქვათ დავასრულოთ, გიწევთ ყავაზე და შეგვიძლია ვისაუბროთ ამ თემებზე და ჩემი თხოვნა მართლა მინდა გაითვალისწინოთ, რომ შემდგომ დისკუსიაზე მოიყვანოთ ის ადამიანები, რომლებიც ოდნავ განსხვავებულად მაინც ფიქრობენ, იმიტომ რომ რაღაცა მართლა ვზივართ და იგივე საკითხებზე მსჯელობთ, ყველა ალბათ რა ვიცი და რაღაცა ჯობია რომ გავშალოთ ალბათ ეს დისკუსია. არა, სასულიერო პირებით რომ დაესრულებოდეს ეს. ჩვენ დღეს არ დაგვაპატიჟებია, თუმცა მსგავს დისკუსიას
დისკუსიებზე პატიჟებმა ხოლმე, მაგრამ რატომაც თავს იკავებს თაზმის ყველა პროცესები ჩვენც წირი ინფორმაცია გვაქვს საერთოდ როგორც ფაქტთან, ისევე შესაძლებლობად ფაქტის გავრცელების და კარგი იქნებოდა რომ ყველა მხარე ყოფილიყო როგორც დასარალებული თავდასხმელები და მესამეები სასწრაფო. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ შემდგომ დისკუსიის როცა დავიღოთ ამაზე ვინ შეიძლება მოვიწვიოთ თქვენთან ერთად. სალომეს უნდა დამატება ორივე სიტყვით და ამ დისკუსიაზე მოვიწვიეთ ფსიქოლოგები მაქსიმალურად შევეცადეთ რომ მოსულმოს სტუდენტები თვითონ გადაურეკებოს და ძალიან მიყვის მაგისტრად ასეთი იგივე ხალხი მოვიდა და სწორედ ხელოვნებას შეიძლება ელაპარაკოს ადამიანებმა გამიკვირდა მაქსიმალურად შევეცადეთ რომ ყველასთვის და დისკუსიის შესახებ ვიმოწმოთ. ჩვენ გავაკეთეთ თავისუფალი განსახმა 12-იანი სიუჟეტი რეგიონებში ზუსტად ამ თემაზე რელიგიებად. ჩამწერეთ თელესკოპური და კომუნიკაცი ამ თემასთან დაკავშირებით. იყო მუსლიმი ოჯახები, რომლებსაც სახში ყავდათ ძვლები, შვილები, ქრისტიანები. ნამდვილად რომ მათ არანაირი პრობლემა არ აქვს და პრობლემას არ იწევს. ძალიან ნახოთ სიუჟეტი, რაღაც პრობლემას ალბათ იგასიპოვით და გამაოცა ეს ფაქტი, რომ ქედაში მუსლიმური სასწავლებელი ცენტრი, სადაც სწავლობდა 20 სტუდენტი, ყურანს. ეს სტუდენტები სწავლობდნენ ხიჭავის სასულიერო მართლმადიდებულ სასწავლებელში და ეს მუსლიმური სასწავლებელი უზრუნველყოფდა, რომ ეს ბავშვები ჯერ საღამოს 9-საათიანი ყურანის სწავლების შემდეგ მეორე დღეს დილით ემსახურებოდა თავის დაფინანსებული მარშრუტსაც მიხავდათ ეს სტუდენტები და ეს მუსლიმი სტუდენტები სწავლობდნენ მართლმადიდებულ სასწავლებელში უმაღლესი განათლების მისაღებად. ეს ბავშვები შერჩეულები იყვნენ, ვისაც შეჭრებული არ შეუძლია სწავლა, ყვება და ასე შემდეგ. მე ამ ფაქტის მოხსნილი დავჭი მუსლიმური სასწავლებლის და ქრისტიანული სასწავლებელთან. არ ვიცი, არ ნახეთ და ეს გაიგეთ absoliუტური ინფორმაცია. ჩვენ ასევე მოვავსებთ სიუჟეტი პრეს-კამბრიჯზე, უშინდელ ფაქტთან დაკავშირებით, ჩავწერეთ რამდენიმე ადამიანი და ძალიან ვთქვით, რომ იხილოთ ბატონი ბატარიანის სიუჟეტის შესახებ. ძალიან ვთქვით და ამ ფაქტის მიმართ გამინდა რომ თავში ისეთ დაიხელოს და დამთავრდეს, ყველა მინდა რომ გამოეხმაუროს. შეიძლება ჩვენ დავგებოთ გადაცემას, კიდევ დაიგეგმოთ დისკუსია და არ მინდა რომ რომელიმე რელიგიის წარმომადგენელმა თქვას, რომ ჩვენი რელიგია გამიცვათ. საერთოდ რატომ ჭირდება რელიგიას დაცვას თუ ის ჩემია და არ უნდა იყოს ვიღაცის დაცვა საჭირო ამასთან დაკავშირებით. ყველა უნდა გამოვაყენოს თავისი რელიგიური თავისუფლება და არ უნდა ეშინოდეს ვინმეს, რომ იცი მე ამბობა ვარ, ან იცი მე მუსლიმი ვარ. ეს ყველა დიდი შეცდომაა ჩვენ. არა. კი როგორ არა? ძალიან მომწონს დისკუსია. დავიციო. შეიძლება თუ რამდენად კეთილდღეობისაკენ მოუწოდეთ ადამიანს. მე ცოტა განსხვავებულად მინდა ვთქვა თქვენგან. აღინიშნა ხშირად უნდა დაწყებული ადრე უნდა დაგვესწრო და ეს შეხვედრები უნდა იყოს კავშირებული ჩვენი, რომ ჩვენ დემოკრატიულ პრინციპებში, დემოკრატიულ ჩარჩოებში ჩავდეთ და ვიაზროთ ისე და ვიყოთ ტოლერანტები. ჩვენი არჩევანი პრინციპში ის არ არის, რომ ჩვენ თვითონ ან ქართველები ვიყოთ, ან სხვა ეროვნების. ანუ ეს არის უძრავი და ის ძალიდან არჩეული ჩვენი ქართველობა და ჩვენი ადამიანობა. ჩვენ რო ადამიანები გავხსნით და ჩვენ რო ქართველები გავხსნით, ეს ღვთისმება იყო. და პირველ რიგში ჩვენ რო ადამიანად გავხსნით, სანამ ტომებად დავიყოფოდით, ხო? ადამიანებად ფასდებოდით და ეს ადამიანური ფასეულობები, რომელიც უსვლადია თქვენდე და ვერავინ ვერ შეცვალა, ვერც ერთმა წყობამ, ვერც ერთმა მეფემ, ვერც ერთმა დიქტატორმა, აი ამ ფასეულობების გაუფასულება როცა ხდება საზოგადოებაში, აი იმის მერე იწყება ჩემი სარწმუნება, წმინდა შენი, არაწმინდა შენი, წმინდა ჩემი, არაწმინდა და ასე შემდეგ. აი ამის შემდეგ იწყება ადამიანების აზროვნებაში კონფლიქტი, შინაგანი და შემდეგ კიდე გადმოზღავდება მასებში. როდესაც ჩემი სივრცე
სრულდება, იქ უკვე სხვისი იწყება. და მე მგონი უნივერსიტეტის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, რაც და დღემდე რაც ჩადენილი იქნა, ხომ სამარცხვინო ფაქტები იყო და მე ამას ტაში ვერ დავუკრავ, ვერც მივესალმები და ვერ გავომართლებ ვერცეთ რელიგიის მიგებარს. როდესაც მუსლიმები აღიარებენ 4 წიგნს და 4-ვე წიგნის მიმდევართან აქვს ძალიან მჭიდრო კავშირები, მეგობრული ურთიერთობები და არანაირი ზეწოლები იმისა, რომ შენ იგეთ თუ არა. და ამ დროს მე აბსოლუტურად მუსლიმი გახლავარ და მე დისკრიმინებულად ვცნობ ჩემს ქვეყანაში ჩემ მოძმეებთან თავს ალბათ დაგვიჭირდება ამის გადალახვა, რომ ვიღაცაში დავუნერგოთ ჩვენ ტოლერანტული განწყობილება. დიდი მადლობა. ჩვენ შეგვიძლია ძალიან ადვილად ვჩელოთ ხა ამ ფაქტებზე, თუმცა შეიძლება რამდენიმე ოჯახის შემთხვევები ახსოვდა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ან საუბარია სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, რაც რეალურად ვფიქრობ, რომ ჩვენი ანუ საზოგადოების ბრალია, ზოგადი დამოუკიდებლების ბრალია, რომელსაც ეს დამენი რაც აღმოჩნდა სუპერკი ამ ზოგადი საზოგადოებრივი აზრისთან. იქნებ რა ვიცი ამ საკითხებზე საუბრით მათთან კომუნიკაციით ყველასთან ერთად საზოგადოებასთან დავაჩერეთ სხვა ადამიანები მსგავსი ფაქტებისგან და ზოგადად დავახმაროთ ერთმანეთს დავახმაროთ უფრო ლიბერალები და ტოლერანტები ოღონდ მართლა და არა სიკეთის. ერთი სიტყვი ძალიან მაღალსა გამოშეკეთებას როგორ შეგვიძლია თქვენ ახსენეთ ეს ყველასთვის რა განსხვავებული ფაზა, მაგრამ რომ კანონის უზენაესობის